დიანა ტრაპაიძე, ვახო სანაია, ნინო ჟიჟილაშვილი, მოგესალმებით, ეს პროექტი პირველებია, რომელსაც დღეს ვახო სანაია და დიანა ტრაპაიძე წარმოგიდგენთ. კვირის ბოლოს აქ ამ სტუდიაში მთავარ მოვლენებს შევაჯამებთ. დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია ჩვენს გადაცემაში ერთმანეთის პირისპირ. დებატებს სასამართლო სისტემაზე საუბრით გავხსნით, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი საკითხი, რომელსაც პირველებში შევეხებით. პოლიტიკური ტემპერატურა დღითი დღე მაღლა იწევს ქართულ ოცნებას, მთელ რიგ საკითხებზე მწვავედ უპირისპირდება ოპოზიცია. ამასთან საინტერესო პროცესები დაიწყო თავად მართველი გუნდის შიგნით. ნევროზი ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული გადაძაბვის შედეგად. ის ემართება სუსტი გაუწონასწორებელი ნერვული სისტემის მქონე პირებს, ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია და ეპიდემიასავით ამოდებული ყველა სქესის, ასაკის და პოლიტიკური კუთვნილების ჯგუფებში. ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებთ ნევროზით ამ სესიას. დიაგნოზი კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ დაუსვა. 2019 წლის პირველი სასესიო კვირა და რამდენიმე მთავარი საკითხი, რაზეც პოლიტიკურ სპექტრში დავობენ. რეფორმები სასამართლო სისტემაში, ხანგრძლივი დისკუსიებს მედიაში, პოლიტიკურ და პროფესიულ წრეებში, პარლამენტის შენობასა თუ საზოგადოებაში ახალი ენერგია ოცნების პოლიტსაბჭოს გზავნილმა მისცა. სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანია მოტივირებულია პოლიტიკურად. სასამართლოს ხელისუფლებაზე შტურმის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა დგას. შტურმის მიზანი კი ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული ურჩი სასამართლო კორპუსის დასჯა. პოლიტსაბჭოს ამ გზავნილს ოპონენტები გამოუჩნდნენ პარტიის მიღმაც და პარტიაშიც. პარლამენტის თავმჯდომარე და იმ გუნდის ლიდერი, რომლის პოლიტიკური ბრძოლის სტრატეგია წინა ხელისუფლების კრიტიკაზე გადის, დღეს ამბობს, რომ წარსულში ცუდი რაღაცეების მკეთებლები შეიძლება კარგი რაღაცეების ჩამდენებად გადაიქცნენ. რეფორმა განათლების სისტემაში. მინისტრის ორდღიანი ანგარიში საპარლამენტო ტრიბუნიდან და ოპოზიციის მთავარი კითხვა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმეზე. გადადექით ბატონო განათლების მინისტრო ურჩია ოპოზიციამ ბატიაშვილს. ის მოხდა პოლიტიკაში შემთხვევითი ადამიანები ამთავრებენ ძალიან ცუდად. ეს ციტატაა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პარლამენტარის გამოსვლიდან. კიდევ ერთი სადავო თემა ფარული ჩანაწერების გავრცელებაა. ქართული ოცნება და ყოფილი ხელისუფლება ისევ ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ეს არის თემები, რომელზეც ვიდებატებთ დღეს პირველებში. გადაცემაში წარმოგიდგენთ სტუმრებს სულ რამდენიმე წუთში: აკაკი ზოიძე, ზაზა ხუციშვილი ქართული ოცნებიდან, ელენე ხოშტარია და ოთარ კახიძე ევროპული საქართველოდან. ახლა ჩვენი ანონსი, შემდეგ კი სტუმრები სტუდიაში. სასამართლო და გზაგასაყარი. რა გზას ირჩევს და საით მიდის მართველი გუნდი? ქართული ოცნება, სასამართლო და საზოგადოება. საკითხი, რომელიც 2012-ში ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა, ოცნების მოსვლიდან 7 წლის შემდეგაც მთელი სიმწვავით დადგა. მე მინდა ხა ოცნებას უთა რას ფიქრობთ? მიშას მოვერიეთ და თქვენ ვერ მოგერევით? რას უხსნის ქართული ოცნება საზოგადოებას? შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ეხლა ჩადიან კარგ რაღაცებს. რას უხსნიან მოსამართლეები საზოგადოებას? მე და ჩემი კოლეგები ვახორციელებდით მართლმსაჯულებას იმ დროს მოქმედი განმავლობის შესაბამისად. რას უხსნის საზოგადოება ხელისუფლებას? მათ გითხრეს, რომ ჩვენ კონტრაქტი გვაქვს დადებული მურუსიძესთან, თქვენ არ გვაინტერესებთ. გუშინდელი განცხადებით თვითონ გახდა ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის სამართალ მემკვიდრე. ანუ გადაიბარა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ეხა უთხრათ ქართულ ოცნებას, რომ თქვენ გახდით ნაცები. შიმჩალაძე მურუსიძის ძალაუფლება იქნება ძალაუფლება, მანამ სანამ ისინი ოცნებას გაუმტკიცებენ და მართავენ მთელ სასამართლოს. სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა, კლანმა, რომლის მეშვეობითაც წინახილის ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს. რას უხსნის ის ხალხი ხელისუფლებას, რომელმაც ქართული ოცნების მოყვანაში თავისი წვლილი შეიტანა? ჩვენ აი ამ საუბრებით
ისინი კარგები იყვნენ, ცუდები იყვნენ, ეხლა კარგები გახდნენ. ასე მგონია ვიღაცა დაგვცინეს. ეს არ იყო უბრალო შეცდომები მათი, ეს იყო მათი დანაშაული. ოცნების სასამართლო თუ ოცნება სამართლიან სასამართლოზე. ამ რეფორმის მეორე ტალღის მიზანი არის, რომ რიგითი მოსამართლეები თავიანთი ხელმძღვანელობის დიქტატისგან გათავისუფლდნენ. დასრულდება ეს პროცედურა და ეგრეთ წოდებული მესამე ტალღა სასამართლო რეფორმის ამით იქნება დასრულებული. ჩაიძირა თუ არა სასამართლო რეფორმა ტალღებში. დღეს დიანა ტრაპაიძე და ვახო სანაია პირველებში წარმოგიდგენთ დებატებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საღამოს 8-ზე. მაშასე ჩვენ ვიწყებთ დებატებს და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს თხოვნად სტუდიაში აკაკი ზოიძე. საღამოს მშვიდობისა, დიდი მადლობა. ზაზა ხუციშვილი, მოგესალმებით. ელენე ხოშტარია. საღამოს მშვიდობისა და ოთარ კახიძე. მადლობთ. მივესალმებით ჩვენ სტუმრებს და პირველი თემა, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის სწორედ სასამართლო სისტემაში ბრძოლა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის, ასე ვიტყვი. მე მინდა ოპონენტებით დავიწყო, მართველი გუნდის ოპონენტებით. თქვენ მოიაზრებით, როგორც ამ შტურმის ავტორები, ნაციონალური მოძრაობა და მათი სატელიტი პარტიები, ალბათ თქვენი თავი ამოიკითხეთ იმ წერილში, რომელიც მართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელდა. რამდენად ამ შტურმის სათავეში და თქვენი აზრით რა გზაზე დგას ახლა მართველი გუნდი გზაზე რომელიც მას შეუძლია პრინციპში შეცვალოს სასამართლო სისტემაში. შტურმს ალბათ დავარქმევდი პირიქით სახელმწიფოს წინააღმდეგ, სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ და რეალურად თავისუფალი სასამართლოს წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბოდიში ვარ, ეს ქვეყანა არ ეკუთვნის პარტიებს. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არც ნაციონალურ მოძრაობას, არც ევროპულ საქართველოს და არც ქართულ ოცნებას. ეს ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ მას ყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო, სწორედ ამ ეს არ იყოს, ამის წინააღმდეგ არის დღეს ეს შტურმი. ეხლა რაც შეეხება აი ამ გზავნილს ხელისუფლების მხრიდან, რომ რაღაცა ნაციონალური მოძრაობა და სატელიტები ხო. ეს ყოფილი ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი მოსამართლეები ამ ზონიდან გავიდნენ და თავისუფალ სივრცეში გავიდნენ პრინციპში ასეთი იყო. საკითხია, მათ შორის ჩვენი პერიოდის დროს სასამართლოს რა უბედურება ჭირდა, მაგრამ რატო საუბრობს და რას ცდილობს, რომ ქართული ოცნება მიაღწიოს ამ გზავნილით, რომ ყველა, ესე იგი, ვინც სასამართლოს პრობლემაზე საუბრობს, არის ნაციონალური მოძრაობა და იმ აბსურდამდე მივიდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა გახდა ლამის დღეს ეკა ბესელია. იმიტომ რომ მანაც ხმა ამოიღო სასამართლო სისტემაზე. მთელი არასამთავრობო სექტორი, რომელიც არის ძალიან დიდი დამსახურების, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ ძალიან სამართლიანად. წლები აქვს ამის გამოცდილება. აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იტყვის სიმართლეს, მათ გონიათ, რომ იტყვია, რომ შენ ხარ ნაციონალური მოძრაობა, ამით ეს პრობლემა მოგვარდება. და პრობლემა ამით არ გვარდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი უკვე ძალიან უსუსურია საუბარი ნაციონალური მოძრაობის გარდა. ძალიან ბევრი საუბრობს ამ თემაზე. რაც თავარია, ჩვენ საუბრობთ იარლიყებით კი არა, კონკრეტულ პრობლემაზე ვსაუბრობთ. კონკრეტულ პრობლემაზე იმ უსამართლო გადაწყვეტილებების, იმ ხო, მაგრამ ეს ადამიანები გეუბნებიან, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლის გამოც დღეს ეს მოსამართლეები თქვენ არ მოგწონთ, თქვენი დროის უსამართლო გადაწყვეტილებების გამო არ მოგწონთ. ისინი არ მოგწონთ. დიახ, პირველ რიგში ჩვენ და მე ამას თავის მართლების თუ რაღაცა საკითხიდან გაქცევას არ ვაპირებ. ეს პრობლემა საქართველოს უდგას, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პერიოდიდან, ახლა აღარ ვლაპარაკობ შევარდნაძის პერიოდს, რაც არ ამართლებს აბსოლუტურად ჩვენი ხელისუფლების პერიოდს და ეს არის მოცემულობა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დანაშაული ქვეყნის წინაშე თუ გნებავთ ჩვენ დაუშვით, რომ სასამართლო იყო დამორჩილებული პოლიტიკურად. აქედა ოღონდ თუ შეიძლება ამას დავასრულოთ, ოღონდ მას შემდეგ რაც ჩვენ მათ შორის ამ მიზეზით დავკარგეთ ხელისუფლება და ხალხმა დაკვეთა გააკეთა, რომ თქვენ წადით მათ შორის იმიტომ, რაც გააკეთა მურუსიძემ. გირგვლიანის საქმეში და სხვა საქმეებში. მათ შორის იმიტომ, რაც აკეთებდა ჩინჩალაძე. წადით აქედან. დღეს ამდენი წლის მერე მე-7 წელს აი აქ ხელისუფლებაში ყოფნის, ის ვერაფრით ამაც ვერ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ხსნის, მაგრამ ქვეყნის წინაშე ამაც ვერ გავა. კი ბატონო, აი ერთი საკითხი ბატონო თარ, თქვენ მინდა გკითხოთ, შემდეგ უკვე ხელისუფლების პოზიციასაც მოვისმენთ. ეს საკითხი ახლა რასაც დავსვამ ამ დისკუსიის დროს, აუცილებლად აქ გაჩნდება. და ეს აქვს არგუმენტად ხელისუფლებას. აი თქვენ თუ შეგიძლიათ ახლა ეს არგუმენტი გააბათილოთ და დაანგრიოთ თქვენი მსჯელობით. ჩვენ არ ჩავერიეთ ქირურგიულად სასამართლო
ხელისუფლებაშიო ამბობს მართველი გუნდი. ჩვენ ვერ გავაკეთებდით ისე რომ ახლა ყველა გაგვეყარაო, ჩვენ მივეცით თვითგამორკვევის უფლება სასამართლოსო და მივიღეთ ის რაც მივიღეთო. აი აქ მაინტერესებს სად იკვეთება ხელისუფლების პასუხისგებლობა მართველი პოლიტიკური გუნდის. როგორ უნდა შეეცვალა მას სასამართლო სისტემა, რომ დღეს იმავე პრობლემის წინაშე არ აღმოჩენილიყავით. კი ბატონო, დიდი მადლობა კითხვისთვის. მივესალმები ყველას, ჩემს ოპონენტებს ასევე, ვინც გვიყურებს. რა უნდა გააკეთებინა ხელისუფლებას? ხელისუფლებას პირველ რიგში უნდა გააკეთებინა ის, რომ ზეწოლა არ უნდა განეხორციელებინა სასამართლოს კორპუსზე იმისთვის, რაც იყო მათი პირველი დაკვეთა. პირველი დაკვეთა იყო შტურმი პოლიტიკურ ოპონენტებზე. ამ შტურმის დროს პრაქტიკულად წნეხი წამოვიდა რიგით მოსამართლეებზე. პირველი, ასე ვთქვათ, იერიშით აიღეს მათ სააპელაციო სასამართლოები, ჯერ ქუთაისის, მერე თბილისის. სააპელაციო სასამართლოების მეშვეობით ზეწოლას ახდენდნენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებზე, შემდგომ ავიდნენ უზენაეს სასამართლოში. ასე მოხდა სასამართლოს დამორჩილება, ვინაიდან ხელისუფლებას ჰქონდა რამდენიმე ამოცანა. ერთი იყო ოპონენტების გასამართლება, მეორე იყო დამოუკიდებელი მედიის წაღება. და ყველაზე ნათელი ილუსტრაცია იმის ის მომხოლმე საკითხი, რომ აი ეს მოსამართლეები ადრე იღებდნენ ცუდ გადაწყვეტილებებს, თორე ახლა ამ ხელისუფლების დროს უკვე ნორმალურ გადაწყვეტილებებს იღებენ. სინამდვილეში ჩვენ თავი რომ დავანებოთ პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რომელზეც შეიძლება ბევრი ვიდაოთ და შეიძლება ვინმე მიკერძოებულად ჩამთვალოს, ხო? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს რუსთავიორის საქმეზე. ამ გადაწყვეტილებამ შეაფასა პირველი ინსტანციის, სააპელაციო სასამართლოს და უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებები და მან თქვა, რომ სახელმწიფოს მოხელეებს ვუკრძალავ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევას და მე ვაჩერებ უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას. სასამართლომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა, როდესაც დამოუკიდებელი ტელევიზია ივანიშვილისადმი გაქვემდებარებულ პირზე გადააფორმა. ეს დაკვეთა შეასრულა ისეთი ფორმით, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ამიტომ ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი რეალობას და ეგ არის ფუნდამენტური განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. ჩვენ არ უარყოფთ, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს სასამართლო იყო დამორჩილებული. მაგრამ სასამართლოს პატრონი გამოეცვალა. სასამართლო დარჩა ზუსტად იგივე, ამ სასამართლოს მართავს ზუსტად იგივე ხალხი, ზუსტად იგივე ჯგუფი, ვინც მანამდე უზრუნველყოფდა მათ მორჩილებას, ანუ მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი და დღესაც ჩინჩალაძე მურუსიძის ჯგუფი კვლავ უზრუნველყოფს სასამართლოს სისტემის მორჩილებას. დღეს არის აბსოლუტურად იგივე, რაც იყო თქვენი ხელისუფლების პირობებში. თუ კი მოდი დავასუსტებ ამას, იმიტომ რომ სტატისტიკაშიც არის განსხვავება და მართლა არის განსხვავება, მაგრამ ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის პოლიტიკური ინტერესი, სადაც ჩდება, იქ ახერხებს თუ არა მართველი გუნდი თავის ინტერესის გატარებას. ეს არის ინდიკატორი ჩემთვის, როგორი არის მაგ სტატისტიკასთანაც სტატისტიკო დაკავშირებითაც შემიძლია გიპასუხოთ, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ალბათ ჩემ აქ ვსტომ ოპონენტებზე ნამდვილად უკეთ ვიცი ხელისუფლებასთან შეთანხმებული სტატისტიკაც არსებობს, როდესაც დაკვეთა, ანუ პოლიტიკა როგორი თუ არის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, სასამართლო ატარებს ამ პოლიტიკას, არ არის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, კვლავ ატარებს ამ პოლიტიკას. თავარი რა არის? გამამართლებელ განაჩენებზე აპელირებდნენ ხოლმე ხშირად ჩემი ოპონენტები, დარწმუნებული ვარ რაღაც რიცხვებიც ექნებათ მოტანილი. 2010 წლის სრულიად სამარცხვინო გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2012 წელს რამდენჯერმე გაიზარდა. ოღონდ ეს ზრდა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კი არ მიანიშნებდა. შეთანხმებული სტატისტიკა იყო. ანუ პროკურატურა წაიღებდა სუსტ საქმეებს, სადაც ისედაც იცოდა, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდოდა და ჯდებოდა გამამართლებელი განაჩენები, რომლებიც სასამართლო და პროკურატურაზე წინასწარ იყვნენ ამაზე ინფორმირებული. ამიტომ ამაზე არავინ მოგატყუოთ, რომ გამამართლებელი განაჩენები გაიზრდა, აი თავისუფალია სასამართლო. ჩვენ სასამართლოზე ნაკლები აქვს გამამართლებელი განაჩენი ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად, და იაპონიას. ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მურუსიძის სასამართლო უფრო დამოუკიდებელია ვიდრე ეს სასამართლო. სასამართლო არის დაქვემდებარებული, დამორჩილებული და ექვემდებარება მართლ პოლიტიკურ ძალას. აი ეს არის არგუმენტი, რაც ახლა მოვისმინეთ კონკრეტული მაგალითებით გამყარებული, მათ შორის რუსთავიორის საქმე ახსენა კონკრეტულად. აბელების საქმე შეგვიძლია საქმე და კი ბატონო. აი ახლა თქვენ გითხარით არგუმენტი, რომ ეს ასე არ არის.
მოგესალმებით, მესალმები ტელემაყურებელს, ჩვენს ოპონენტებს. მე არ შემიძლია სამძიმარე არ გამოვხატო ბატონ ლევონთან მართებაში. მე გახდით ბოლოს თქვენ სამნი იყავით მაშინ და ჩემთვის აი პიროვნულად ძალიან დიდი დანაკლისია ასევე მერწმუნეთ ასეთი ახალგაზრდა პროფესიონალი ადამიანის ასულ. რაც შეეხება სასამართლოს საკითხს, გასაგებია ხა ჩვენი ოპონენტების ეს რიტორიკა ცნობილია. ემოციის გარეშე საკითხის განსრულა ძალიან რთულია. ეხლა მე რომ მოგიწევოთ რომ მოდით ემოციური საფარველი მოვაცილოთ ამ თემას, ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენს ვცდილობთ რომ ემოციის გარეშე რაციონალურად განსაჯოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს ეხება მომავალს ჩვენი ქვეყნის, ეს ეხება ჩვენ შვილებს, ეს ეხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას, რასაც ქვია დემოკრატიული განვითარებისათვის სასამართლო ხელისუფლება. გუშინდელი მით უმეტეს ეთერი იყო, გუშინწინდელი ეთერი იყო თქვენი და გასაგებია ხა იმ ადამიანებს, ვინც ათასობით და 10,000-ობით ადამიანს, რომელიც დაზარალდა ამ სასამართლოს და იმ დროინდელი, ასე თქვათ, სასამართლოს გამო და იმ დროინდელი იმ სასამართლოს მართველების და მფარველების და რადგანაც ის დავარქვათ ხელმძღვანელების გამო რეალურად ძალიან რთულია მათ ელაპარაკო იმაზე, რომ ეს ხალხი თქვათ დღეს თუ მიეცი მათ საშუალება რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში, არჩევენ ყოველთვის იმოქმედონ კანონის ფარგლებში, ვიდრე როცა მათზე მოხსნილი არის უზარმაზარი პოლიტიკური წნეხი, რომელიც ერთ და ორ საქმეში კი არა. ნუ შეგვიძლია ვიკამავთ ახლა ჩვენ რუსთავი ორი საქმეზე, ვიკამავთ ჩვენ კაბელების საქმეზე, იყო თუ არა პოლიტიკური გენდელი, იყო თუ არა წნეხი არის მოხსნილი. იყო თუ არა ან იმას როგორ დაამტკიცებთ რომ ერთ დროს დატესტილი ხალხი წნეხის ქვეშ როგორ მუშაობენ, მათზე წნეხის შემთხვევაში რაღაც ვაშკაცობას და ახალ სიტამამას მოდით მე არ დავიწყებ ახლა აქ იგივე რიტორიკაში შესვლას, რაც თქვენ ორი დღე აქ საუბარი ქონდათ. მე ძალიან მარტივ რამეს გეტყვით რა. თუ აქ ამ ქვეყანაში წნეხი თავიდან და ისეთივე ის დაბრუნდა რეჟიმი, რომელიც იყო ნაციონალიზმის დროს, დამერწმუნდა სასამართლო ხელისუფლება, ჩვენი ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება რა. თუ დაბრუნდა ისევ ის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ნელ-ნელა დიქტატურაში გადავა, დამერწმუნდეთ ეს ისე კარგად გამოიყენებს, გინდათ სულ ახალი და ლამაზი ადამიანები და ცნობილი ადამიანები და მონობაში დაბადებული კი არა, თავისუფლებაში დაბადებული გაატანცი მნიშვნელობით მოსეს ბიბლიური გაგებით ვიძახი სულ დავნიშნო თუ მოვიდა დიქტატურა პირველი ფაშისტური რეჟიმი შეიცვალო ხაბატონდია პირველი აგუნდის წევრები შეიძლება შეიცვალონ გერმანელი გადასარო გერმანელი ხალხი იყო და გერმანელი მოსამართლეები რომელიც თლიან დაიმონა ფაშისტურ რეჟიმმა ხო ასევე თუ მოდით ფრანკოს რეჟიმი სალაზარი შავი პოლკოვნიკები მოდით რა სასამართლო ხელისუფლება არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შტო რომელიც როგორც დიქტატურა სამყარო უნდა აიღო იმის ილუზია რომ ჩვენ ახლა ისეთი ადამიანები ჩავანაცვლეთ რომლებიც არ დაექვემდებარებიან ხომ არ არის ახლა სასამართლოს აღების სწორედ ამაზე ვშევდით ამ წუთას თუ არგუმენტაციას დამასრულებინებ სიამოვნებით მივალთ იქამდე რაზეც იყო საუბარი გმირებით დაკომპლექტება დღეს რომელიმე ხელისუფლების შეუძლებელია ან ისე როგორც ანტიგმირებიც არ არსებობს რომ ყველა არის აბსოლუტურად უარყოფითი ადამიანი ან ყველა არის გმირი ყველა გმირი სასამართლო ხელისუფლებას ვერ დავაკომპლექტებთ ვერც პარლამენტს ვერც მთავრობას არსებობენ ადამიანები ჩვეულებრივი რომლებიც ანექვემდებარებიან ზეწოლას არ ანექვემდებარებიან არსებობს სამოქალაქო გმირობის მაგალითები მათ შორის იგივე ნაციონალურ მოძრაობის დროს ადამიანები რომელსაც მანტია გაიხადეს წავიდნენ ან პროკურატურა და წავიდნენ ასეთი ადამიანები რატომ არ არიან სისტემის ესეთები ადამიანები არ ერთეულები ხდებიან ციგნების და პოეტების თქვათ წერილების და პოეტების შთაგონების წყარო და მათ ცხოვრებაზე იწერება ხოლმე რომანები ლეგენდები და ეს ლეგენდაში გადადის და ასე შემდეგ მაგრამ რეალური ცხოვრება რეალური ადამიანები მოქმედებენ იმის დამიხედვით თუ რა პირობებში მოქმედებენ ისინი თუ როგორი რეჟიმი არის მათ ირგვლივ თუ რა ემუქრება მათ ოჯახს თუ რაზე სად არის მათთვის ის ზღვარი სად გადის იმ ძირეულ ფასეულობებზე მე არ მინდა ფილოსოფიაში გადავიდე ძალიან მარტივ რამეს ვცდილობ რომ წარმოვაჩინო დღეს ჩვენ მოხსენით და ქართულმა ოცნებამ მოხსნა პოლიტიკურ წნეხი ის წნეხი რომელიც იყო ყოველდღიურ საქმეში დამიჯერეთ საუბარი იმაზე კი არა რომ პროკურატურა და დღეს სასამართლო თურმე ვირტუოზულად თანხმდებიან ეხლა რომ ნაკლები ჯარიმა გამოწერო ესე უკიდიათ ეხლა ნაციონალური მოძრაობის სტატისტიკა და იმ დროინდელ სტატისტიკას მოდი ეხლა ეს 6 ჯერ შევამციროთ ეს 5 ჯერ შევამციროთ როგორ გონდიათ ბატონო ოთარ ეს არის 6 წელიწადია ამასთან არის დაკავებული მთელი სასამართლო კარგი თავარი პროკურორი ადმინისტრაციული ანუ ისა აი ნაკლები პატიმრობა, ნაკლები ჯარიმა. შეთანხმებული კი არა, ზუსტად სინქრონულად მოქმედება. ეს რაღაც წერტილამდე უნდა მივიდეთ. აქ არის ერთი საკვანძო მომენტი. თქვენ ორი მაგალითი ვერ მოაქვს. ორი საქმის მეტი ვერ მოაქვს მაგალითი.
თუნდაც იმ ორ საქმეზე ვიკამათოთ ჩვენ ორი საქმის მეტი მაგალითად ვერ მოხდა 10000-ობით საქმე შეგვიძლია მოვიტოვოთ ხო მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს ხომ ამოწმებს იმ საქმეებზე რა ტიპის გადაწყვეტილება რომელზეც პოლიტიკური ინტერესი არსებობს თორე City Park-ის City Park-ის ჯარიმაზე სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი მანდაც პოლიტიკური ინტერესი არა პოლიტიკური იერიში გადაწყვეტილება ეს დაკვეთა შეასრულა სასამართლოს ჩვენ არ ჩავერია არაიანა გულისხმობს კონკრეტულ მოქალაქის პოლიტიკური სიგნალი იყო სასამართლოს რომ ზოგადად City Park-ზე მე ვუაკეთებთ უტრირებას წნეხი მოიხსნა თუ არა მოდი აი ამაზე ვიდაო ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მიხეილ სააკაშვილის და City Park-ის ჯარიმებს უწოდებთ რომ ის ეხლა თქვენ რა სერიოზულად ყამათობთ იმაზე რომ სასამართლოს პრაქტიკა და მთლიან სასამართლო გამოსწორდა და უკეთეს შედეგები აქვს ვიდრე სააკაშვილის დროს იყო 2010 წელს და გინაც 2012 წელს მეგონი სერიოზულად ვერ თუკი მოქალაქე შეეჯახა რომელიმე მოქალაქე შეეჯახა რაღაც სერიოზულ პოლიტიკურ ინტერესს ახდება ამ შემთხვევაში სად არის ორი საკამათო ორგანიზაცია შეეჯახა ვინმე ორი საკამათო შემთხვევა არის სწორედ აი ამ რასაც თქვენ ბრძანებთ კაბელების საქმე და რუსთავიორის კი ბატონო დარჩენი რა სად შეეჯახა იმას უჩაურმავდებით სად შეეჯახა რა მაგალითი გვაქვს კიდე ამ ორი საქმის გარდა რა მაგალითი გვაქვს უკაცრავად ერთი წამი კარგით ეხლა მე რა მაგალითი გვაქვს ეხლა მართლა ანუ თქვენ აღიარებთ ამ საქმეებში პოლიტიკური დაკვეთა თქვენ საუბრობდით რაღაცას რომ თურმე თელი სასამართლო იმიტომ გჭირდებოდა რომ ანუ თქვენ ხარ ასამთ იცი ხაბატონ თქვენ განსხვავდებთ ხაბატონ ელენემ თქვა რომ ჩვენო პრინციპში დანაშაული ჩავიდნენ სისტემური სასამართლოზე ესეც ზეწოლა ქონდა რა შევეთანხმებთ თავიდან ბოლომდე და მართლაც მასეა სისტემური დანაშაული ნაციონალურ მოძრაობამ თუ ჩაიდინა იმითი რომ ერთ-ერთი ამ სისტემის ამ სახელმწიფო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სასამართლო ხელისუფლებას დიქტატურა დაუყარა ზემოდან რა ამაზეა ლაპარაკი ეხლა ამბობთ რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ადამიანები თურმე არიან პოლიტიკური პატრონები თქვენ თვლით და თურმე პოლიტიკური ვენდეტა არის, როდესაც სასამართლო ძალიან დემაგოგია რასაც ადამიანები არიან კონკრეტულ ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი არიან პოლიტიკური დევნილები თქვენ ძალიან კონკრეტულ თურმე სასამართლო არა ეხრო ესენი გაუშვათ დევნილები მე ამაზე გიპასუხებ მე მომეცით საშუალება ამაზე ავყავთ ძალიან თემა შემოიტანა ამახინჯებს რეალობას არა მოდი და ბოლოს ვიტყვი რა ქირურგიული ჩარევა თუ რევოლუციური თუ ევოლუციური რა ქირურგიული ჩარევა თუ კონსერვატორული კურნალობა ხო ჩვენ თავის დროზე არჩევანი გაკეთდა ესეთ მე არ გახდით ქართულ ოცნებაში ვარც ბატონი ზაზა არ გახდა მაშ ქართულ ოცნებაში ჩვენ ვიყავით როგორც რიგითი მოქალაქეები ასე ვთქვათ ამ პროცესის მეთვალყურეები იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო სასამართლოს რა მოხდებოდა მას მე რა შეიცვალა ასე ვთქვათ ხელისუფლება როგორ მოექცეოდნენ ისინი სასამართლოს მოექცეოდნენ ისე როგორც ეს მოხდა ორჯერ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და იმ შედეგად ორივე შემთხვევაში მივიღეთ სავალალო შედეგი ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების სრული იგნორირება როდესაც სახელმწიფო იყო ლამის მინისტრებს ხთამები მიეცათ მოსამართლესთვის რომ სასამართლო ისიც ისეთ მინისტრს რომელსაც რაღაც სახელმწიფო ინტერესები ჰქონდა რომ დაეცვათ სახელმწიფო ინტერესები და მეორე შემთხვევაში მივიღეთ რომ სახელმწიფო იყო დომინანტი და არც ერთი ადამიანი ამაში ყველანი ვთანხმდებით რომ შევარდნაძის პერიოდის სასამართლო იყო საშინელება სააკაშვილის პერიოდის სასამართლო იყო საშინელება ორი უკიდურესობა იყო ორი უკიდურესობა კი ახლა ეს ჩვენ შევეცადეთ ოქრო შუალედზე საუბარია რომ ჩვენ აი ამათ კორუფციაც არის და ცოტა არავის არ კორუფცია არა საუბარია იმაზე რომ ჩვენ ოქროს ჩვენ არ მივადექით სკალპელით ამ ადამიანებს არ გავყარეთ ყველა ეს ადამიანი თავიდან არ იყო ბატონაკაც საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების ამ სისტემის კრიტიკოსებიც ამბობენ რომ გაყრაზე კი არ იყო საუბარი უბრალოდ ამ ადამიანებს როცა ვადა უმთავრდებოდა ისინი ხელმეორედ რაღაც უფრო მაღალ პოსტებზე ამ სისტემაში კი არ აღმოჩენილიყვნენ არამედ ვადას გასვლასთან ერთად ნელ-ნელა ახალი ხალხი ჩანაცვლებული იყო სასამართლო სისტემა მე ველოდები რომ ყოველ შემთხვევაში პროცესი რომელიც მიდის სასამართლოში დასულდა იმით რომ მოხდება ამ სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანი განახლება და იმ ადამიანებით რომლებიც საბოლოო ჯამში შეადგენენ მომავალ თაობას მაგრამ მე რიხმა მინდა რა აქ საუბარი იმაზე არ გახლავთ რომ მხოლოდ გაყრაზე და ასე შემდეგ. უნდა დაგვეგრია მაშინ თლიანი სისტემა. არ მიგვეცა, ასე ვთქვათ, გარედან უნდა გვემართათ თითოეული პროცესი. არა, მურუსიძე არ უნდა გადიხადათ ღმერთად. მურუსიძე, რომელზეც გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ვითომ ღირსეული მოსამართლის დანიშნული და მურუსიძე რო გათავისუფლდა ნაციონალებისგანო. დემონიზება გააკეთეთ. ეხა ეს სიმბოლოა. რა ქვია დემონიზება? სტრასბურგს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ მურუსიძემ დაარღვია სამართლის სასამართლო წესი. აი ამ კაცს იღებს
ჩინჩალაძეს თელი თავის ნათესაო მონებით აიღეთ და დაასვით სასამართლოს თავზე. რას დემაგოგიებიოთ? ერთადერთი მართალი ხართ, რომ შევარდნაძის დრო დააბრუნეთ, იმიტომ რომ კორუფციაც არის და ზეწოლაც არის. მაგაში მართალი ხართ შუალედზე რო აბსოლუტური. შუალედი არის. მართლა საზღვარი ხო აქ ყველაფერს. ჩინჩალაძე გახდა თქვენი ღმერთი. ზარდიაშვილი პარლამენტის ეზოში ხდება ჩინჩალაძეს. როგორ არ მქონდეს ემოცია, როდესაც ანგრევთ სახელმწიფოს ფუნდამენტს და სწორედ მაგიტომ არც არალიძის საქმე, არც იაკერზაიას საქმე, არც ერთი სამართალდამყოფ საქმე ვერ იპოვის სამართალს. ვერ იპოვის სამართალს, თუ აი ესე დემაგოგიურად იტყვით, რომ თურმე დემონიზება ხდება მუსიკის. დემონიზება ხდება. თქვენ ბიზინა ივანიშვილმა აიღო ლამბაგზე დასვა და დაგვადო თავზე სამუდამოდ. რას ლაპარაკობთ საერთოდ? სასამართლო დემონიზება? აგერ ნახეთ, საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციები რევს წერენ. არა, იმიტომ რომ მაშინ სიმართლე ვილაპარაკობთ რა. ძალიან დიდი ბოდიში, Heritage Foundation-ი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, Freedom House-ი. ყველა რას წერენ ჩვენ სასამართლოზე? ეხლა, მაშინ კი არა, ეხლა რას წერენ? გავიგე, ერთი წამი. ხო, დაბა რა დემონიზებაზე ლაპარაკობთ საერთოდ? სასამართლოს დემონიზებაზე არის საუბარი. ამ სახელების ზახილით აკეთებს სასამართლოს დემონიზებას. დობა სასამართლოს მიმართ ამ ქვეყნის ფუნდამენტია. ჩვენ გინდა მთლიანად ჩამოვაქციოთ ეს დობა. დობის აღდგენას ერთად ვიფიქროთ ამ ჩვენ ვაქციოთ თუ ჩინჩალაძე აქცევს. თუ ივანიშვილი რომელიც ჩინჩალაძეზე იძახის, კარგი მოსამართლე. კარგით, ეხლა დააბრალეთ. ეკაგი გაუს დააბრალეთ სასამართლოს დობის ჩამოქცევ. რას ლაპარაკობთ? სასამართლოს აქცევს თქვენი არჩევანი, რომ 20 დეკემბერს ერთ დღეში დაგემტკიცებინათ მონსტრები დაგენიშნათ უვადო და დაგესვათ სახელმწიფოთვის თავზე. კი, აბა მე კარგი, ძალიან ხო ბატონი ზაზას მინდა ვკითხო. ზაზა, ჩავთვალოთ, რომ არ ერევა ხელისუფლება სასამართლო არის სრულად დამოუკიდებელი. ეს მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ. ხვალ რომ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდეს სათავეში. მიუყვეთ, რომელსაც აქვს პრაქტიკა ასევე დანაშაულებრივად მოექცეს სასამართლო სისტემას. ანუ თქვენს ლოგიკას მიუყვები. რა გამოვა, რომ ეს მოსამართლეები ისევ შეასრულებენ დაკვეთას, ანუ თქვენ ის ადამიანები დატოვეთ და გააძლიერეთ სისტემაში, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ ასეთი ტიპის დავალებების შემსრულებელი. თქვენ ხომ უვადოდ არ ხართ? ისინი უვადოდ იქნებიან და არიან. მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რაც ბატონმა ოთარმა ბრძანა 70-ე ადგილიდან მე-20-ულში შესვლა ამითი არის გამორიცხული. და ზუსტად ესეთი რეიტინგი აქვს დღევანდელ ჩვენ საქართველოს. მე მინდა გითხრათ, რომ ბიზნესის კეთების კუთხით, როდესაც 10-ულში შედის ქვეყანა, როგორ წარმოგიდგენიათ, თუ ქვეყანაში სასამართლოს მიმართ დობა არ არის, იქ ბიზნესის კეთებას და საბოლოო ჯამში ბიზნესის დავის გარკვევას არ უნდა მოხდეს. მე მაგას ჩვენ თავის დროზე პირველ ადგილზე ვიყავით ბიზნესის დარეფორმების. ეხლა ვეგეტყვით, რომ მე-11 ადგილზე იყვნენ ბიზნესის დაწყების სიმარტივით და 90-ე-ზე იყვნენ კონკურენციის. ბატონო ზაზა, აი, ოდესაც dobაზე ლაპარაკი. აი, შეგიძლიათ გითხრათ, ვინ ენდობა დღეს სასამართლოს? აი, ერთი წუთი. მართველი გუნდი რო ენდობა, გავიგეთ, განცხადება წავიკითხეთ. აი, სხვა გითხარით. კი ბატონო. არა, უკაცრავად. კი ბატონო, დავასრულებ, შეიძლება ეს არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები, რომლებიც აი სწავლობენ სასამართლოს. არიან ოპოზიციური პარტიები, არიან რიგი ორგანიზაციები. ვინ ენდობა თქვენ გარდა სასამართლოს? აი ეს გასაგებია, პასუხობთ ხო? ამას იმით დავასრულებ კიდევ პირველ ნაწილს, რაზეც მინდა რომ გიპასუხოთ, რომ ევროკავშირის მიმართ ჩვენი წინსვლა და მათ მიმართ აღიარება ჩვენი რეფორმების და ასევე ნატოს მიმართულებით ჩვენი წინსვლა და ის განცხადებები რომ ასე ახლო არ ყოფილვათ, რა თქმა უნდა, სასამართლოს რეფორმები ესენი არ არის მხოლოდ ის ცალკე სამხედრო ორგანიზაცია და ის ორგანიზაციაც იცით როგორია. ეხლა რაც შეეხება თქვენ სახელმწიფოს ნიშნავთ თუ არ ნიშნავთ. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, ყოველგვარი ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე მმართველმა გუნდმა ჩვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ შეაჩერა ამ მოსამართლეების სიის განხილვა. ეს მოხდა უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტილებით, რომ ამ სიას არ ვიხილავთ. რა გზით მივდივართ? ეს მოცემულობა რამდენჯერმე შეიცვალა. მივდივართ ორი გზით. პირველი, ეს არის პიროვნული ფაქტორი, ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ რა შეკითხვები არსებობს და ამაზე იქნება უსერიოზული განხილვები, იქნება საკომიტეტო მოსმენები, როცა იქნებიან წარმოდგენილები, დაჭირდება ერთი დღე, დაჭირდება ორი დღე თითოეულ კანდიდატს, სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ არასამთავრობოები, ოპოზიცია წარმოდგენილი იქნება და თითოეულ კანდიდატს დაუსვავენ ყველა შეკითხვას და გუნდში არის მიღებული, რომ არანაირი გუნდური გადაწყვეტილება არ იქნება, არანაირი სია არსებობს
არ არსებობს, არსებობენ პიროვნებები. ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იქნება. პოლიცსაბჭოს განცხადება რაღაც ტიპის, ვთქვათ, გზავნილი არ არის გუნდისთვის. არავითარ შემთხვევაში მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. ეს არის პარტიის თავმჯდომარის, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის და თითოეული დეპუტატის განწყობა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საკუთარი სინდისის, საკუთარი შინაგანი რწმენის, მოსმენილი არგუმენტების, მოსმენილი ფაქტების და რეპუტაციის მიხედვით თითოეულ ადამიანს. ეხლა ამას ხომ აქვს მნიშვნელობა და გავლენა ამ პარტიაში, ხო? როდესაც თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ის რაც თქვა, ცუდები იყვნენ და ახლა კარგ საქმეებს აკეთებენ, ეს ხო ძალიან მკაფიო გზავნილია. რას ფიქრობს ის, რას ფიქრობს პოლიტიკური გუნდი, მისი ლიდერები რას ფიქრობენ? ეს ხო გზავნილია, საქვეყნოც თქვა, ტელეეთერში, აქ ამ სტუდიებში. მე რასაც ვამბობ, ამაზე ვაგებ პასუხს. და ამაზე ჩვენ ვაგებთ პოლიტიკურად ვაგებთ პასუხს, მაშინ, როდესაც ის პროცესი გაიმართება. და შედეგით ვიმსჯელოთ, რა შედეგსაც მივიღებთ. თუ შეიძლება დავასრულებ მეორე კომპონენტი რაც არის. ეს არის ამ სისტემის ინსტიტუციური მშენებლობა. ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენ ტელემაყურებლებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევა 4 წლით. აქ ორი ვადით არ შეიძლება იყოს არჩეული ადამიანი. საერთო სასამართლოები ირჩევენ 8 წევრს, პარლამენტი ირჩევს 5 წევრს და სხვათა შორის ბატონმა ოთარმა კომპლიმენტიც გითხრა მაშინ როცა ის წევრები დავაკომპლექტეთ რომ მართლა ღირსეული ადამიანები არიან. ნაზი ჯანეზაშვილზე მხოლოდ. ხო, არ ვიცი, მართლა ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთო. ერთ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი და ერთი იუსტიციის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ხდება ავტომატურად, ხო? ჩემი გამოთვლებით ეხლა ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 2 წელიწად ნახევარში მთელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება შეცვლილი. ანუ არავინ არ იფიქროს, რომ ზოგჯერ ეს უადო გადააქვთ ამ ხალხის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ სასამართლოების კონფერენციის საბჭოს სიაში იყო და ხო და ამ შემთხვევაში ამაზე ჩვენ ქონდა მსჯელობა. რამდენად სწორი არის, როცა საკუთარ თავს ასახებთ. და რაც დასკვნამდე მიხვდა. მე მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ ეს საბჭო ჩვენ შემოგთავაზებს ისეთ სიას, რომელსაც პარლამენტი დეპუტატების უმრავლესობას, რომელსაც პარლამენტი კვლავ ეტყვის უარს, მაშინ უკვე ცოტა სხვა მოცემულობა იქნება. რა მოცემულობა? მოცემულობა იქნება ის, რომ ორჯერ ამ საბჭოს ეტყვის პარლამენტი უარს. ეს არის მე მგონი სერიოზული გამოწვევა. აქ რაზე არის ლაპარაკი? სასამართლოში რაზე ჩდება ეჭვი, რომ სასამართლოში არსებობს ჯგუფი, რომელიც მართავს მთელ სასამართლო სისტემას და თავის მხრივ ამ ჯგუფს მართავს მართველი პოლიტიკური ძალა. ამაზეა ლაპარაკი. აი ამ სისტემას როგორ შეცვლით? თუ საერთოდ არ ეთანხმებით ახლა ამ ლოგიკას? აბა როგორ აღმოჩნდა ეს ხალხი ასეთ პოზიციებზე, თუ კი რაიმე პოლიტიკური ზურგი არ აქვს, ცოტა დაუჯერებელია. ამის პასუხი ამ წუთში გაგეცით. როგორ გაგვეცით? როდესაც იუსტიციის კონფერენცია, რომელიც არა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებაში სასამართლოების სიტყვას აქვს უმნიშვნელოვანესი უმრავლესობა. შემეშალა ბატონი ოთარო, იუსტიციის უმაღლესობა საბჭომ პრაქტიკულად თავისი წევრებით დაკომპლექტებული სია შემოგვიყვეთ, ხო? შედეგი რა მივიღეთ? ჩვენ ვთხარით არა. ჯერ შედეგი არ მოსწონთ. თუ შეიძლება პირველი შედეგი ხომ მივიღეთ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით განხილვაზე, დავასახელეთ, რომ ჯერ უნდა შემუშავებული იყოს კრიტერიუმები, ზუსტად ამ კრიტერიუმებში შედის, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ რამდენად არის, ეხლა როგორც ვიცი, მოკლედ ნორმალურ კალაპოტში მიდის პროცესი, ამბობს ბატონი ზაზა, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი არ არის, თუმცა მორალური მხარით და სამართლიანობის მხარით არის. დიდი მადლობა ქალბატონელს. საკუთარ თავს თავაზობენ და ამ შემთხვევაში შეიძლება იფიქროს ადამიანი, რომ არაფერი შემაშფოთებელი ამ წუთას არ ხდება, თუ კი რაიმეა, პარლამენტი იქნება ამ ყველაფრის ფილტრი. ეს არის აქ აზრი, რასაც ამბობთ თქვენ ამ წუთას. ანუ ისეთი მდგომარეობა, როგორც უნდა ოპოზიციას დახადოს სასამართლოში არ არის. ასეთი პრობლემები შეიძლება იყოს პროკურატურაშიც, პოლიციაშიც და ამ სისტემის სრული წმენდა ჩვენმა წინა მოწვევის პარლამენტმა არ ჩაატარა. თუ შეიძლება რა, პროკურატურას ალბათ ცალკე გადაცემა შეიძლება მიუძღვნათ, მაგრამ ეს ცალკე იყოს. აქ რაში არის პრობლემა? აი ეს ადამიანებიც კი ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ არა, არ დავამტკიცებ, კაცო, თუ რამე ისეთი შემოვა. მათი დამოკიდებულება სასამართლო პრობლემის მიმართ არის, რომ დემონიზება ხდებაო სასამართლოს, თორე რეალურად პრობლემა კი არ არისო. აბა საქმეები მომიყვანეთო. ანუ ერთი მხრივ ვიძახიან, რომ პრობლემა არ არის და მეორე მხრივ ვიძახიან, რომ ნუ გეშინიათ, კარგ გადაწყვეტილებას მივიღებთო. ძირი პრობლემის რაშია? მარტო მურუსიძეში კი არ არის. პრობლემის ძირი იმაშია, რომ ბიძინა ევანიშვილი 2016 წელს გამოდის და იწეხს. უიმეო, რა კაი კაცი ყოფილა ეს მურუსიძე.
განთავისუფლდა სააკაშვილისგან. 2016 წელს სააკაშვილისგან განთავისუფლება არის პრობლემა, თუ ივანიშვილის მონობაში ყოფნა არის პრობლემა. გამოდის დღეს ირაკლი კობახიძე და კითხულობთ ქართული ოცნების მთლიანი გუნდის განცხადებას, რომ დიახაც არაფერი მე რა წარმოადგინა რაღაც ისია იმ საბჭომ, ეს საბჭო, თქვენი არჩეული საბჭო, რო არსებობს, თქვენ მონობაში მყოფი საბჭო. ამ საბჭომ 30-ში მე მოვიგონე, რომ შემოაგდო ესია. კიდევ ერთხელ დავსვამ ამ შეკითხვას. რა უნდა გაეკეთებინა ქართულ ოცნებას? რა გზით უნდა წასულიყო? ერთი გზა, რომლითაც წავიდნენ, ახსნეს. სხვა გზა რა არის? არ უნდა დაემონებინა. მურუსიძე, ერთი გეტყვი. მურუსიძეს რო იღებ, როდესაც შენ იღებ მურუსიძეს, რომელსაც ღირსება და რეპუტაცია გათელილი, იღებ და იცახი, რომ ეს უნდა იყოს ლიდერი. დღესაც ირაკლი კობახიძე, როდესაც ლაპარაკობს. მეტი შედეგი რა უნდა ჩანდეს? მურუსიძე არის, მურუსიძე ყავს გაღმერთებული ივანიშვილს. ირაკლი კობახიძე დღესაც იცახის კაი კაცია მურუსიძე და ის საჯარო დავიჯერო ესენი მურუსიძეს უკვე დამკითხებული ის საჯარო გამოსვლა ივანიშვილისა, როდესაც გვერდით უდგას მურუსიძე, ეს იყო გზავნილი, ეს იყო სასამართლოს მიმართ პოლიტიკის განსაზღვრელი, თუ რა უნდა ექნა, მაგალითად, აი ხომ არის იუსტიციის საბჭო, როგორც კომპლექტება ვიცით ყველამ, სასამართლოები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი კვოტის მიხედვით, ხო? და ჩვენ რა გავაკეთო თუ ამბობენ ეს ადამიანები და აი ეს მაინტერესებს უთხრათ, რა შეეძლოთ გაეკეთებინათ სხვანაირად. არა თუ შეეძლოთ, ვალდებული იყვნენ რა გაეკეთებინათ. პირველი, უნდა შეეცვალათ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელიც არის მოსამართლეთა სამჭედლო, ხო? მოსამართლემ ვერ გახდები ისე თუ არ გაიარა ეს ყველაფერი, ეს პროცესი, ხო? იუსტიციის უმაღლეს სკოლას რამდენი მსმენელი ყავდა შარშან, მაგალითად, თუ ახაც საქმის კურსში. შარშან წინ. იქ რეფორმა დევს. რა რეფორმა 7 წელია ხელისუფლებაში ხარ. რეფორმა კი არა. 7-8 მსმენელს უშვებს. მკვდარია საერთოდ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იმიტომ რომ კლანი შიგნით თვითონ ამოძრავებს ამ თავის მორჩილ ფიგურებს. დაკვეთა შეასრულა ერთ მოსამართლემ პირველ ინსტანციაში, გადმოიყვანენ სააპელაციოში, რომ მე იმან თავში ჩაარტყას პირველ ინსტანციის იმ მოსამართლეს, რომელმაც ახალი დაკვეთა თქვენი მისამართი, თავარი პრეტენზიები ისმის ის, რომ როცა ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივანი გახდა, თქვენი მხრიდან ამაზე არ ყოფილა პრეტენზია, იმიტომ რომ თქვენ გეგონათ, რომ ეს თქვენი კაცი იყო სასამართლოში. აი, როცა კი იგრძენითო, ასეთია მართველი გუნდის ლოგიკა და სხვათა შორის ივანიშვილის ინტერვიუდანაც მახსოვს გავსი ეს წყობა აზრის, რომ როცა იგრძენით, რომ მურუსიძე თქვენიანი აღარ იყო, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეთ მისი მისამართით კრიტიკა, თორე მეც მაგალითად აი არ მახსენდება თქვენ გააპროტესტეთ ის, რომ ის თავის დროზე იუსტიციის საბჭოს მდივნად დაინიშნა. აი ამ ბოლო განცხადებაშიც ეს დედააზრი უდევს მართლ გუნდს, რომ აი იმიტომ წუხან რომ ეს მოსამართლეები მათი გავლენის სფეროდან გავიდნენ. მე თუ მეკითხებით პერსონალურად, ჩემთვის მე როდესაც ახალგაზრდა იურისტ ასოციაციაში მუშაობდი და შემდგომ იუსტიციის სამინისტროში, როცა ნაფიც და რუსასამართლოს რეფორმის განხორციელება დამევალა, ჩემი ოპონენტები იყვნენ მაშინაც სამინისტროში მუშაობის დროს და არასამთავრობო სექტორში მუშაობის დროს, იმიტომ რომ ეგ ხალხი არის ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხი. ეგ ხალხი არის ხალხი, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრძანება არის კანონი. ასეთია მათი დროს ვინ იყო სასამართლოსთან საკონტაქტო პერსონა სასამართლოს მხრიდან. როცა ამბობთ რომ ეს დანაშაულებრივი სისტემა იყო, სასამართლოსთან საკონტაქტო პერსონები იყვნენ მაშინ ზაზა მეიშვილი, უზენაეს სამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ვალერი ცერცვაძე სააპელაციო სასამართლოდან. ეს ფიგურები იყვნენ, ასევე იყო მიხეილ ჩინჩალაძეც, რომელიც იყო იუსტიციის მინისტრთან პირდაპირ გეტყვით რა, დაქვემდებარებაში მყოფი პირი. ეს არის სისტემა. მოკლედ, ჩვენ ოღონდ ეს რაღაც სიახლე ქართულ ოცნებას კი არ ვაბრალებ იმას, რომ ეხა მათ ისინი ადნენ და იმათ დაუდეს სათავე, არც ნაციონალურ მოძრაობას არ ვაბრალებ, იმიტომ რომ შევარდნაძის დროსაც პოლიტიკური დაკვეთების შესრულებელი იყო სასამართლო. და მანამდე 70 წელი იყო პირდაპირ დანამატი პარტიული ახლა თუ გაქვთ ინფორმაცია რა, ახლა პირდაპირ დადეთ სქემა როგორ იმართებოდა სასამართლო სისტემა, ვინ იყვნენ ადამიანები, ვისი საშუალებითაც სასურველი გადაწყვეტილებები იქ იღებოდა. ახლა არის ასე. ახლა საკონტაქტო პირები არსებობენ. ვისთან არიან კონტაქტზე? სასურველი გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა, ნამდვილად არ ვიცი და ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ამასთან შეხება არ მქონია. არც ერთ ინდივიდუალურ საქმესთან. ჩემი საქმე იყო სტატისტიკის და რეფორმების კოორდინაცია, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლების შეცდომა ეგ იყო, რომ ნაფიც სასამართლოს რეფორმა რო დაიწყო, ბოლომდე არ მიიყვანა, ეშინოდათ და იმიტომ
ქართულ მოწმეებს იგივე გააკეთა. ჩაკეტა ნაფისებრივ სასამართლოს რეფორმა და ჩვენ არა გვაქვს დღეს უნდა თელ საქართველოში, თელ ტერიტორიაზე უნდა იყოს ამოქმედებული ყველა დანაშაულზე, მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ არ უნდა სადავეების გაშვება ხელიდან. ეხლა მე მინდა ძალიან მოკლედ ჩამოვთვალო საკვანძო საკითხები. ეხლა აქ არის საუბარი თვითონ ორი საქმეო, რა ორი საქმე? ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა რუსთავიორის საქმე უბრალოდ. რუსთავიორის საქმე არის ილუსტრაცია პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელსაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დააწერა მურუსიძეს საქმე. მე კი არ გიყვები ნაციონალხალისფლებას იმისთვის. რა შუაშია კაცო სასამართლოში ხა სასამართლოში ასულა დაკვეთა თქვენი სასამართლოში ასულა თქვენი დაკვეთა მარტო ურთმელიძემ კი არა რატო შეაჩერა მარტო ურთმელიძემ კი არ შეასულა დაკვეთა არსებით განხილვა რატო ურთმელიძემ კი არ შეასულა დაკვეთა სააპელაციო მას შეასულა დაკვეთა უზენაეს მას და ბატონო კატი ერთი წამი რა მე მართლა გამოყვების ლოგიკაში მე ხა მე რო დავიწყო ეხლა ლაპარაკი რომ სასამართლო მაშინ იყო დამოუკიდებელი ხო იქნება სამარცხვინო სირცხვილია მართლა ეხლა იმის თქმა რომ რუსთავიორზე დაკვეთა არ შეასულა სინქრონულად ლაპარაკობდა თქვენი უმრავლესობის ლიდერები მაშინ და სასამართლო ხელისუფლება მაგრამ ამას თავი დავანებოთ კორუფცია რო ვახსენეთ ფარცხალაძის ომეგა ჯგუფის ჩუბინიშვილის განაცხადება კორუფციული პირდაპირ ფილიპ მორისის წინააღმდეგ სასამართლოს არ გამოატანინეთ კორუფციაში არ ჩართეთ სასამართლო ადმინისტრაციული რო ავიღოთ პატრიოტთა ალიანსი საარჩევნო დავებით ხელოვნურად უბნების გაუქმებით სასამართლომ არ შეიყვანა პარლამენტში ეს თქვენი დაკვეთით უკაცრავად მაგრამ მაგალის მოგიყვანთ მაგრამ ეგ არ არის თავად დამოკიდებულებაზე გეტყვით ახლა რა აი დღეს განვიხილეთ განათლების მინისტრის თემა იყო იაკერზაიას საკითხი ვისაუბრებ ჩვენ ამ თემაზე პარალელს გავავალებ აი არ ვისაუბრებ ამ თემაზე პარალელს გავავალებ უბრალოდ ნოდარ წამალაშვილი და ის ქოჩიაშვილი რომელიც არის აუდიტის უფროსი და ეს არის თავარი ზონდერი როდინდელი კადრებია თქვენ გონიათ ქართული ოცნების კადრებია ჩვენი ხელისუფლების ზონდერი მაშინდელი ზონდერები არიან მაშინ იგივე საკითხები და გარიყეთ სისტემის ჩვენი დროინდელი პროკურატურა ავიღოთ ფარცხალაძე ვისი კადრია ფარცხალაძე უკაცრავად ბატონო თქვენთვის გასაგები არის ალბათ მაგრამ ტელემაყურებლად მინდა უთხრა ფარცხალაძე ამას კი არ მოუყვანიათ ფარცხალაძე აიყვანეს ჩააბარეს პროკურატურა დღეს არის დაკვეთების შემსრულებელი სარალიძის საქმე არის მაგალითი მაჩალიკაშვილის საქმე არის მაგალითი ყველაზე ნათელი რა და კლანმა როგორ დააფარა ხელი კლანს როგორ დააფარეს ხელი ბავშვს არის ერთი აკლავე ბატონ ზაზა დიდი ბოდიში მაგრამ სიმართლეს ჩავხედოთ თვალებს აქ არის თავარი ამბავი შეიძლება დავასრულოთ აი ძალიან მოკლედ დავასრულოთ ბატონო მთელი დღე მაგას უსვამთ ბატონო გაგი და ბატონო ზაზა მე მექნება ერთი თხოვნა თქვენთან რაღაც საბაზისო საკითხებზე შევთანხმდეთ არ შეიძლება ყველაფერზე ხელის მომწერი ყველაფერზე წამსვლელი თქვენივე სიტყვებით მასობრივად რო ცუდ რაღაცეებს აკეთებ ამ ხალხს არ შეიძლება საპასუხისმგებლო თანამდებობები ჩავაბაროთ. უმარტივესი ამბავია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი საკითხი. აი ძალიან ძნელია და მე ვაკვირდები ამდენი წელია და თქვენს ხელისუფლებები როგორ იქცევიან ორი მიმართულებით, როგორც მინიმუმ. ეს არის მედია და ეს არის სასამართლო და როდესაც მათ შესწევთ უნარი, ისინი იქვემდებარებენ ამ ორ ინსტიტუტს. ახლა იმის ლაპარაკი რომ ქართული ოცნება არიზამს ამას არავითარ შემთხვევაში იქნება გულუბრყვილობა. მე მაინტერესებს რა გააკეთეთ იმისთვის, რა გარანტიები დევს მათ შორის კანონმდებლობაში, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ სასამართლოში ვერ ჩაერევა მის დამოუკიდებლობაში, ვერ ჩაერევა ვერც ერთი ხელისუფლება. მათ შორის ქართული ოცნება. აი რა შეცვალეთ უბრალოდ, აი ეს მაინტერესებს. იცით რა, პირველ რიგში აი ეს საქმე, რომელიც ნახსენები იყო, ხორავას ქუჩის საქმე. ეს არის ზუსტად მაგალითი და კარგია ეს მაგალითი რომ მოიყვანეს. ეს საქმე საკმაოდ მძიმედ აწევს ახლა ხელისუფლებას, იმიტომ რომ პრაქტიკულად ადამიანი, რომელმაც სასიკვდილო დარტყმა მიაყენა გარდაცვლილ ბავშვს, მოზარდს არ არის დადგენილი. აქ ძირითადი პრობლემა პროკურატურა. ერთი წელი დავასრულებინოთ ახლა. პროკურატურა, რომელიც აბსოლუტურად ასე ვთქვათ იძახდა რომ საქმე მიყვანილი ყავს ბოლომდე მოსამართლემ უთხრა რომ არა ეს არ არის ამ ადამიანის მკვლელი გესმით ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენ გვაქვს რომ პროკურატურაზე არის ძირითადი პრეტენზია რას ვამბობ რომ სასამართლო მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და პროკურატურა ეხლა უარი ერთი წუთი ის მოსამართლეს ნიშნა იმ მოსამართლეს ნიშნავენ უადოდ არა იმას არ ნიშნავენ იმიტომ რომ ჭიან ნიშნავენ მურუსიძეს მაგაშია განსხვავება რომ ის ვინც კარგ სწორ გადაწყვეტილებას იღებს ის იჯება თქვენი ხელისუფლების მიერ ქალბატონო ელენე პიროვნულ ფაქტორზე უკვე გითხარით ჩვენ რას ვაპირებთ რომ არა როცა იქნება პიროვნებების ასე ვთქვათ კანდიდატების შეფასება. რამდენი საქმე გახსენდებათ ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, რომელიც სასამართლომ გაამართლა? ძალიან ბევრი.
ძალიან ბევრ საქმეში დადგა გამამართლებელი გადაწყვეტილება მათ მიმართ, მაშინ ნაციონალურ მოძრაობამ და ყოფილმა წევრებმა თქვეს, რომ მოსამართლება მოახერხეს და დადგინეს სიმაღლის დონეზე, თუ კი გადაწყვეტილება არის გამამტყუნებელი, იძახიან, რომ აი ივანიშვილმა დაუკეთა და გაასწრო. მოკლედ, სასამართლო კარგად არის, ხო თქვენ? არ ვიძახით. რაშია პრობლემა? მაშინ ეგ პრობლემას ჩვენ ვხედავთ ყველა სფეროში. რაში? არა, სასამართლოში მაინტერესებს რა პრობლემას ხედავთ? სასამართლოში ვხედავთ. მითხარი, აბა რა პრობლემაა? რეკლამის დრო გვაქვს, თქვენგან დავიწყებთ რეკლამის შემდეგ ბატონ აკაკი თქვენ მოგცემთ სიტყვას, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით, დაგველოდებით. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის დებატები ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების მონაწილეობით, ვსაუბრობდით სასამართლო სისტემაზე. ბატონ აკაკი, ადამიანები გეუბნებიან, რომ ჩვენს მიერ შექმნილი მონსტრები ნუ გყავთ სისტემაში, იმიტომ რომ ჩვენ დროს იყო ცუდი სისტემა და თქვენ დროსაც ამ ადამიანებით ვერ შექმნით უკეთეს სისტემას და თქვენ რა პასუხი გაქვთ მათი მისამართი? ჩვენ აუცილებლად შექმნით ჩვენი მომავალი თაობებით უკეთეს სისტემებს და უკეთეს სახელმწიფოს. ეს არის ჩემი მტკიცე რწმენა. და აქედან დავიწყებ სწორედ ამოსავალი წერტილი, ჩემთვის რა არის პრობლემები დღევანდელ სასამართლო ხელისუფლებაში. ჩემთვის პრობლემა არის ის, რომ დღეს სასამართლო იქცევა როგორც ერთი კორპორაცია და საკმაოდ უხეში მეთოდებით ცდილობს ეს თავი დაიცვას, ასე ვთქვათ. რა, იმიტომ რომ გასაგებია, ეს შეიძლება იყოს გაღიზიანებადობის პრინციპიდან გამომდინარე საპასუხო რეაქცია, როდესაც ხელისუფლება რომელიც მოდის, ცდილობს რომ პირველ რიგში სასამართლო ხელისუფლებას დაეპატრონოს. გასაგებია ეს. ეს წახალისებულია თუ ეს თავისთავად ხდება. ისინი ყველას აკრიტიკებენ ოცნების ლიდერების გარდა. პრობლემები რა არისო, მეუნები. მოდი მე ჩამოვთვლ პრობლემს, როგორ ხედავს ამას უმრავლესობის წევრი ერთ-ერთი და ალბათ თქვენთვის გასაგები იქნება რა პოზიციები შეიძლება იყოს ძალიან უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით. მეორე საკითხი რაც არის, სისტემა ესეთ კორპორაციულ სისტემას აქვს მიდრეკილება ჩაკეტვისაკენ. რაც არის აუცილებელი და აი ჩემთვის არის პრობლემა თუ ეს სისტემა ჩაიკეტება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თუ სისტემა არ ჩაიკეტოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, განახლება დრო არამხოლოდ უზენაეს სასამართლოს სისტემა ფაქტობრივად ჩაკეტილია, სულ 5%-ით განახლდა ახალი ხელისუფლების პირობებში. გეუბნებთ როგორ უნდა განახლდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლებისთვის კი არამხოლოდ კრიტერიუმები და პროცესი, არამედ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებისთვის ორგანულ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბდეს კრიტერიუმები და პროცესი როგორ დაინიშნებიან ასევე მომავალში უვადო მოსამართლეები, იმიტომ რომ დღევანდელი პროცესი ვერანაირ კრიტიკას ჩემი აზრით ვერ უძლებს და არის სწორედ საფუძველი იმისა, რომ დობა, რეალური საფუძველი იმისა, რომ ხალხში სასამართლოს მიმართ დობა შეერყეს. მესამე პრობლემა, რომელსაც მე ვხედავ, ეს არის ის, რომ დღეს სასამართლო ამ ჩაკეტილობის გამო ეს ყველაფერი ერთმანეთზე არის მიმული. არის გადატვირთული ადამიანები წლობით ელოდებიან რეალურად თავიანთ საქმეების განხილვას, ბიზნესზე როცა ვსაუბრობთ, ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად იხილებოდეს, ასე ვთქვათ, ის დავები, რომელიც ხდება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს ვაკეთებთ, რაც ეხება არბიტრაჟის და პარიზის არბიტრაჟის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება საქართველოში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, განტვირთავს ამ შემთხვევაში ჩვენი იმედი არის მომავალში სწორედ სასამართლოებს, მაგრამ მანამდე აუცილებელია, რომ უფრო მეტი ახალი კადრები დაინიშნონ, უფრო მეტი კორპორაციას მარტო ის თვისება არ აქვს, რომ ჩაიკეტოს კორპორაციას აქვს კიდევ ერთი თვისება, რომ მან დადოს გარიგება. სწორედ ამ პროცესს ხომ არ ვადევნებთ ახლად ჩვენ გარიგება. რატომ არ დადებს გარიგებას? ან ქართული ოცნება, ხა არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის მთლიანი ანგელოზი. და რატომ არ დადებს ეს კორპორაცია ამ გარიგებას პარტიასთან? გეტყვით, გარიგება ერთ-ერთი რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან. და ეს იყო რეალობა და თუ ამის საწინააღმდეგო იმას ნუ მომიყვანთ. რომ არ იყოს კორუფცია და პოლიტიკურად სახელმწიფოს არ შეუქმნათ საფრთხე. აი ეს არის ერთ-ერთი გარიგება, რაც არის მოთხოვნა ქართული ოცნების მხრიდან. ეს იყო 2013-ში, ეს არის დღეს. და გაძლევთ საშუალებას თვით განახლდეთ. მაგრამ არის მეთვალყურება პარლამენტის მხრიდან, ეს არის ცალკე შტორმოსა ზედამხედველობის ფუნქცია ამ შემთხვევაში სასამართლოზე არ აქვს, მაგრამ რეფორმების მიმდინარეობაზე ზოგადად ნამდვილად აქვს ამ ქვეყანაში და სახელმწიფოს ფორმირებაზე, იმიტომ საპარლამენტო რესპუბლიკაა. აი ამ კუთხით რომელი რეფორმა არის აუცილებელი. ერთი მაგალითი მოიყვანეთ თუ შეიძლება სასამართლოს. ეხლა არის საშუალება რომ ეს გავაკეთოთ. 7 წელი გაკეთდა. როიცახთით რომ აი კანონმდებლობა შეიცვალა. მოიხსნა, წნეხი მოიხსნა პოლიტიკურ თავ რეფორმა ეგ იყო ბატონო. რომელიც უთმელიზის დედას რო ბრალი წაუყენეთ. ამით მოიხსნა წნეხი, უკაცრავად. რითი მოიხსნა წნეხი? მე გაცდით აუცილებლად პირდები წინასწარ.
ის რომ ანდეიშვილის კაბინეტში აღარ იბარებენ. რა ვიცი, სად არ იბარებენ. ზარდიაშვილისთვის ხوار გიკითხავთ ბნელეზოში რას ელაპარაკებოდა მურუსი. თქვენი კოლეგაა ზარდიაშვილი. ხوار გიკითხავთ რას ელაპარაკებოდა ბნელეზოში. კარგიოდა თქვენ არა ხო? თქვენ ხوار გიკითხავთ. მაინტერესებს. წნეხი მოიხსნა. რა იცით საწყდება რომელ ოთახში, რომელი სასამართლო გადაწყვეტილება. გარანტია სადევს ან კანონმდებლობაში ან არ ვიცი სადმე სხვაგან. დედა ნათესავი არ არის. ის ადამიანები არ იკადრებენ თუ თქვენ არ იკადრებთ. აქ საუბარი ქართული ოცნება მოვიდა და მთელი ძალისხმევა რაც გააკეთა კაბელების საქმეზე ძაღლს რას ეირნებდა ძაღლს რას ეირნებდა მოსამართლე გახსიჭინავა ძაღლებს რას ეირნებდა ვითომ მე ავად რო გახდა გახსოვთ ეს არის წნეხის მოხსნა და კაბელების საქმეზე ივანიშვილი კაბელების საქმეზე კობახიძე რო ციტირებს საიდუმლო საქმეს და ივანიშვილი რო გვიყვებოდა დეტალურად საქმეს ეს არის წნეხის მოხსნა აი ეს არის ზუსტად ის პოლიტიკური საქმე სადაც გამოჩნდა რა შეჭirdება ივანიშვილს ამ სასამართლო საშუალება თუ შეიძლება და მე უბრალოდ ვიტყვი ერთ რამეს რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის დღეს გაგრძელდეს რეფორმები სასამართლოში დღეს მივახციეთ გარკვეულ ხარ საკავშირო სასამართლოში გაწელები მე რამდენი ტალღაზე ხართ თუ იცით დიდი პროგრესია მაგრამ ეს პროგრესი ძალიან შორს არის გამიმკიცეთ რომ წნეხი მოხსნილია სასამართლოში და არ არის დადებული სერიოზული რომელი ერთი მაგალითი გითხრა ბატონო ზაზამ რომ ჩვენ რომ ეხა ყველა მეც რეზონანსული საქმეა ხომ როცა 51 ქალაქის ცენტრი მაშინ არ იცოდნენ რომ ამბავი ატყდებოდა რომ ცოდნოდათ რომ კომისია არ იცოდნენ და ეხლა ზუსტადაც აპელაციო სასამართლოში ყურებით უჭირავთ იმით რომ დაამთავროთ ეს არგუმენტი. იმიტომ რომ ეხლა არა რომ ეგრე არის ზუსტად. ბავშვს ყოველთვის რეზონანსული საქმე ვიცით და ყოველთვის წინასწარ. ძალიან კარგად იცოდეს მაგალითად იცით ბატონო ოთარი უეტყვის ადეიშვილი როგორ აკონტროლებდა ასეთ საქმეს. მანამდე ვინც იყო გენერალ პროკურორი როგორ აკონტროლებდა ასეთ საქმეს რომ აუცილებლად დამდგარიყო ამ შემთხვევაში. კი, აქ მირზასუბელიანი დაალაგდა ლამაზა და ეგონა გაუვიდოდა. ეგონა გაუვიდოდა. სანამ ქუჩაში ხალხი არ გამოვიდა. მანამდე არაფერი არ გააკეთა. მაშინ არ გეშინოდა და იმიტომ მიიღეს ეს გარანტია არის ერთადერთი. გარანტია არის თუ ქართული ოცნება არის ძალა რომელიც მოვიდა სწორედ ამ სამართლიანობის აღდგენის პრინციპით. ჩვენთვის ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა. ჩვენ რატომ უნდა ვირწმუნოთ რომ ვიღაცას არ უნდა სასამართლოს კონტროლი. რთულია ჩემთვის მოქალაქისთვის მე ვიცი როგორ იყო წლების განმავლობაში. არა, ცუნება რომ დიდია თუ შესაძლებლობა დიდია და ქვემ სასამართლო სისტემაში არ არიან ის ადამიანები ვინც რაღაც ვაშკაცობით შეწინააღმდეგების უნარით და კეთილსინდისიერებით არიან ცნობილი. ჩვენ თვითონვე ვიცავთ სასამართლოს. ხო და მაგას გეკითხებით რა გვინდა ის ხალხი თქვენ რომ აღარ იქნებით და ისევ ჩავთვალოთ რომ თქვენ ხართ კეთილსინდისიერი მათთან მიმართებაში. ახალი მოსამართლე დაინიშნოს. ჩვენც ეს არის ყველაზე 7 წელი გავიდა 17 ახალი მოსამართლეა სისტემაში. დათვლილია ეს სისტემის ეხლა უნდა მოხდეს. ჩიჩალაძის დათანაშება ჩიჩალაძის მეგობარი ჩიჩალაძის ჩიჩალაძის მონა აიგენი არის. მიზანმართული გზით ახალი კონსტიტუციით ახალი კონსტიტუციით რაღაც რეპლიკა აქვს ოთარს და რეპლიკის სახით მითხარი და შემდეგ ბატონს წნეხის მოხსნასთან დაკავშირებით გავცემ ხოლმე პასუხს შემდგომ ბატონს მიეცემა ალბათ საშუალება. პირველი რაც გააკეთა ხელისუფლების მოსვლისთანავე თქვენ თუ გახსოვთ მოსამართლის თანაშემწე ია ბარამიძის მისი განცხადება. მაშინ მიიტანა უკვე კი ჩანაწერ დაიწყეს მოსამართლეებზე შანტაჟის ზეწოლა იმისთვის რომ დაექვემდებარებინათ ეს მოსამართლეები. კორუფციაზე რომ არ იყოსო კორუფციაო. ფილიპ მორის საქმე მოგიტანეთ პირდაპირ მაგალითად. კორუფციის ნათელი მაგალითად. მას შემდეგ რაც ამერიკელებმა რაც გიტყვეს მას შემდეგ ამერიკის საქმეა. მოსამართლე ნაზღაიძის საქმე. უკაცრავად ჩვენი გაფუჭებული. არა, ჩვენი გაფუჭებული კი არა. ეს სასამართლო დაიქვემდებარეთ პირდაპირ მიუხედავად იმისა რომ დაკვეთა იყო რომ გაგეთ თავისუფლებინათ და ამავე დროს წნეხი კი არ შეამცირა ხედა რომ უეცი დამოუკიდებლობა ეგ არ მოგეწონა არა ეგ არ მოგეწონა ნასაიძეს მილიონი რატო ჩაუიწეს რომ ჩამოიქცეთ ჩვენგან გათავისუფლებას ჯილდო ჩაუიწეთ მილიონი ეგ არ მოგეწონა მილიონი ნასაიძეს რატო ჩაუიწეს სიხდი და იმაში რომ სალომე ზურაბაშვილის არჩევნები ასე თქვა უკანონოდ ეცნო პირველ ინსტანციის სასამართლოს და ისო არცნო ეგ არის ბატონო ეს რაღაც ახალი ამბავია ამ მოსამართლეების კეთილსინდისიერების ჯერათ თუ არ გჯერათ მოსამართლეების კეთილსინდისიერი რომლებზეც არის ახლა ლაპარაკი მოდი გვარები აღარ ჩამოვყავთ ზედმეტად მე მოდი ერთ წამს გჯერათ თუ არა მათი კეთილსინდისიერები მე მჯერა კანონის ერთი თქვენი ხელისუფლება რომ ადრე თუ გვიან შეიცვლება ისევე როგორც ყველა ხელისუფლება ხო აი ჩვეულებრივი პროცესია ადრე თუ გვიან თქვენი ხელისუფლება შეიცვლება ანუ თუ არ გჯერათ ამ ხალხის კეთილსინდისიერების ამდენი შეკითხვა გაქვთ რატო უტყუებთ ამ ხალხს მომავალ
მრავალ თაობას, რომელზეც ახლა ლაპარაკობდი. ვამბობთ. მურუსიძე უკვე დაუტოვეთ. დანიშნულია უკვე. ამ ადამიანების, ამ საუბარია ის მოდით ერთსა. პირველი რაც გითხარით, თქვენივე გუნდში არ ჯერა ყველას რომ ეს ასე იქნება. თქვენ ხომ იცით რამხელა პროტესტია თქვენს გუნდში და გასასვლელად გამზადებული ადამიანები არსებობენ ეს ადამიანები დღეს იღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არც ერთ შემთხვევა არ არის, როდესაც თქვათ რომ ამ ადამიანმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელთაც კონკრეტული მოქალაქე დაიჩაგრა სახელმწიფოს ინტერესების გამო. მაგალითად, ანუ რასაც ვედავებით მოლაშვილის თუ გირგულიანის თუ ასე შემდეგ საქმე. კაბელების საქმეზე არ დაიჩაგრენ, მართლა რაზე ვლაპარაკობთ ახლა? ძალიან გულწრფელად მაინც ვილაპარაკობთ. მესმის რომ პოლიტიკური დავალება გაქვთ პარტიული და რაღაცა რაღაცა გულწრფელად ვილაპარაკობთ. რას ვლაპარაკობთ? ადამიანი არ დაიჩაგრა? ვინ არ რა შედარება აქვს? აბას ფარცხალძის სასამართლო მოიკითხეთ როგორ მიდის? ფარცხალძის სასამართლო როგორ ჩატარდა? ამე ასე რომ ჩაატარეს. არ მაინტერესებს რაც სააკაშვილი და არავის არ მაინტერესებს. სასამართლო იგივე გაცრავად. არ ვიცა. უბადოთ რატო დანიშნეთ მაშინ? უბადოთ რატო დანიშნეთ? რატო იცავს კობახიძე? რატო იცავს ივანიშვილი? რატო დაგვასვით თავზე 10 უბადოთ რატო შემოიტანეთ? კარგი, აი როცა უბრალოდ ერთი რაღაც მაინტერესებს. როცა ამბობთ რომ გადავდოთ ორი საქმე გვერდზე, ანუ რა იგულისხმება ამის უკან საკამათო კაბელები უსტავიოდი ამ თემაში იყო ინტერესი პოლიტიკური. საკამათო თემა, კამათობენ. არ მინდა. მაგის გარდა რომ კარგი, ბადროვთ, ბატონის აზრით მოვლის მინუთა. კი ბატონო. ჩვენ კი არ ვიცავთ ამ ადამიანებს. ვამბობთ რომ ვაცალოთ სისტემას თვით განახლება. დღეს ამ სიტუაციაში ჩვენ რაც თქვენ მოგწონთ რომ სადამდეც მივიდა სისტემა ამ თქვენი ჩვენ არ მოგვეწონა ბოლოს რაც გაკეთდა. და ეს პირდაპირ და ნათლად უთხარით. არ შეიძლებოდა კრიტერიუმები. ბესელიას არ ეტეხა ამბავი რას იზამთრით. არ გინდათ ეხლა. კომიტეტი უნდა ჩატარებული ხო და გამოვიდა და იმას ქნა. ჩაშონა სამო დაუკარგოთ თავის. რა თქმა უნდა თქვენში არის ადამიანები ვინც ღიად საუბრობს. ჩუგოშვილმაც თქვა წითელი ხაზი გავლა. საცემია. ვიღაცები აი ესეთ რაღაცას არ ლაპარაკობენ რომ მურუსიძე კაია და სასამართლო კაია. ყველა ესე არ ლაპარაკობს. გამოვიდა. რა თქმა უნდა თელი საღამო საუბრობთ რომ სასამართლო კარგიაო და დემონიზება ხდებოდა კამპანია მიდისო. და პროფესია იქნება არის ხალხში და მიცემ საშუალებას მურუსიძე რო დანიშნეთ არ მომწონს მურუსიძე ამბობს ბატონიაკაკი არ მომწონს მე არ მომწონს პოზიცია მოსამართლეების როდესაც გამოდიან და იძახიან ზოგიერთი მათგანის პოზიცია რომ მე სხვანაირად ვერ მოიქცეოდი სხვა ალტერნატივა არსებობდა კანონი იყო ასეთი კანონი იყო ასეთი კორპორაციაო პრაქტიკულად ბატონი მაკაკი თქვა კორპორაციაო ანუ 7 წლის განმავლობაში როდესაც რეფორმების თალხებზე მიდიოდა ლაპარაკი, ანუ 7 წლის თავზე მივიღეთ კორპორაცია. იყო ყოველთვის და იქნება ნებისმიერ ქვეყანაში. მას 7 წლიანი რეფორმა თავისი ტალღებით რა სიტუაცია თუ კორპორაცია მივიღეთ. კორპორაციის გაჯანსაღება. უყურეთ რა შეასახეთ. კორპორაციის გაჯანსაღება. თქვენ ძალიან სწორი შეკითხვა დაუსვით ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ რას თავაზობთ? იმიტომ რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა აი ამ ინსტიტუტის მშენებლობის დროს არ შეიძლება, მე ასე ვთვლი. ამ წუთში გითხარით არჩევის წესი, რომელიც არის სავსებით დემოკრატიული. მე იმასაც შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იმასთან ერთად, რომ აი სწორედ ის სკოლა გაძლიერდეს და ახალი კადრი მივიღოთ ჩვენ, რაც არის აბსოლუტურად როგორც ჯანგბადი ისეთი საჭირო ამ სისტემისთვის, პლუს გვეუბნებოდა, რომ პარლამენტი საერთოდ ჩაეხსენით ამ პროცესს. და საერთოდ დამოუკიდებლობა მიანიჭეთ ამ პროცესს. ესე იგი, ჩვენ რომ ეს გაგვეზიარებინა, ეს მოთხოვნა, ჩათვალეთ რომ ეს 10 მოსამართლე უკვე იქნებოდა უზენაეს სასამართლოში. და დანიშნული კაპიტანი გიგაური და ვენეციის კომისია უპავს თურმე ჩვენ სასამართლოს. არა, რაღაც ცოტა უფრო ლამაზი არგუმენტები მოიგონეთ. ანუ ჩვენ ეს დავტოვეთ, მაგრამ შეიძლება მომავალში დადგეს ესე საკითხი, ალბათ რომ პარლამენტი საერთოდ გამოეთიშოს. ნახოთ, როგორ განვითარდება დღეს რა არის გარანტია იმისა, რომ თუ კი იქნება მცდელობა არ მოხდეს მოსამართლეების მხრიდან ამ წნეხის მიღება, ხო? შეიძლება მოვიდეს ხელისუფლება, შეიძლება ჩვენსაც გამოჩნდეს ვიღაცა, ვისაც სხვებისგან განსხვავებით კონდეს ესეთი სურვილი. ამისთვის არსებობს ზუსტად ის სისტემა, რომელიც ჩვენ თქვით, ხო? მათ შორის უვადოდ დანიშვნა. როდესაც ადამიანი დანიშნულია უვადოდ, თუ ის არ შეასრულებს იმას, არავითარი წნეხი არ რჩება ვინმეს, რომ მის მიმართ კონდეს რამე განსხვავებული ისა, ხო? ჩვენ როდესაც ვაუბრობდით 3 წლიან გამოცდილ ვადაზე, მაშინ კარგად გახსოვთ, რომ ეს 3 წელი ჭირდებათ იმისთვის, რომ ვინც ამათ დავალებებს შეასრულებს, ის დანიშნონ, ვინც არა.
კარგი, ამაზე შევთანხმდით. ეხლა მოდი უადოთ ნუ დავნიშნავთ. ეხლა ეს საკითხი ციხილება ჩვენ გუნდში, ოღონდ რამდენად კონსტიტუციურ ნორმებთან მოდის, არის შეგვეშველება ბატონი იმათო და უკანონო იყო, რაც იუსტიციის საბჭომ გააკეთა, რომ ყველანაირი განხილვის გარეშე პირდაპირ აი ესე დანიშნები მაგრამ რეალურად მაგაზე აგებინეთ პასუხი მაგ საბჭოს მოაშორეთ აკეთებენ მონები და მე ვილაპარაკოთ სასამართლოს არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია. კი ბატონო, აი ერთი შეკითხვა მინდა პოლიტიკურ ვიმეორებ რომ ბოდიშ დავასრულებ რომ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ მსმენელს უთხრა რომ ანუ იქ ისეთი პრინციპია რომ ისინი არ მოდიან 15-ვე როგორც თქვათ პარლამენტში. ანუ ზოგს გაუვა 6 თვეში არ ვიცი ახლა შეიძლება თქვენ გახსოვთ ზუსტად, მაგრამ აი ესეთი პრინციპია, როგორც სამეურვეო საბჭოში ტელევიზიის. აი თქვენ და ჩანაცვლება ხდება და ორი ვადით ერთი წევრი არ შეიძლება იყოს არჩეული. როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი ამბობთ თქვენს რაღაც პოზიციებს, მათ შორის ამ ეთერშიც, ხო? მაგრამ რაღაც სახელმძღვანელო დოკუმენტს გავდა პოლიციის განცხადება. აი, ავიღოთ ერთ მე ხელ მინდა გკითხოთ პოლიტიკურ ფასზე ამ ყველაფრის, თუნდაც თქვენი გუნდისთვის. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ესე იგი, გვაქვს ერთი მხრივ პოლიციის განცხადება და მეორე მხრივ არ ვიცი, ადევნებთ ალბათ ამ დღეებში თვალყურს ტელეეკრანს, მათ შორის ჩვენს არც ადამიანები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ ხელისუფლება შეცვლილიყო 2012 წელს, მოსულიყო თქვენი ხელისუფლება, ეს ადამიანები გეუბნებიან, რომ არასწორი გზით მიდიხართ. არასამთავრობო სექტორი გეუბნებათ, რომ არასწორ რაღაცას აკეთებთ. რა ვიცი, მედიიდანაც ხედა საერთაშორისო დასკვნები არის და მოსაზრებები ამ თემაზე და არ არის სახარბიელო ნამდვილად. ამ ყველაფერს არ ითვალისწინებთ, ანუ პოლიტიკურ ფასზე გეკითხებით ამ. გიპასუხებთ. პირველ რიგში მე გითხარით, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვაგებთ ამაზე პასუხს. ეს პროცესი არ ვიცი რამდენ ხანში დასრულდება, მაგრამ შემდეგი არჩევნებით ძალიან შორს არ არის, ხო? დიახ. რეალურად ეს არის და ამ გუნდი რომელიც ვერ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად აგებს პასუხს და მიდის ოპოზიციაში. ანუ არ გაქვთ გაცდა რომ რაღაც თვითგანადგურების მექანიზმი. არა, უყურეთ, ეხლა უყურეთ მეორე. ჩვენი გუნდი არის საკმაოდ მოქნილი იმ შენიშვნებზე და იმ პოზიციაზე, რომელსაც მის მიმართ ავლენენ. და მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თემა, იგივე მარიხუანას კულტივაციის, იგივე ეს მოსამართლეების ეს ათკაციანების, ალბათ შეიძლებოდა რომ თვითონ პროცესუალურად უკეთესად დაალაგებულიყო და დროში იყო და კი არ შეიძლებოდა კანონით ხო, რომ იუსტიციის საბჭო ეგრე არ მოხსეულიყო. ანუ ამაში იყო მაგალითად იგივე, მაგრამ შედეგი არის ჩემთვის ყოველთვის თავარი. იმიტომ რომ პოლიტიკოსთვის არის შედეგი დადგა რომ იმ კანონზე ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და კანონი შეჩერდა მარიხუანას კულტივაციის ამაზე პირდაპირ გეუბნებით რომ კი ამ შეჩერებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ქალბატონმა ეკამ ლევანმა გედიმ და ასე შემდეგ მაგრამ არა მარტო მე სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ რომ როცა განხილვა იყო უმრავლესობა იყო ამ პოზიციაზე. დიდი მადლობა ბატონო. კი, მე მინდა ეხლა მაყურებელმა მინდა იცოდეს ჩვენი პერსპექტივა რა არის სასამართლოსთან დაკავშირებით, ხო? როცა საუბრობენ ეხლა ჩემი ოპონენტები რომ უმაღლესი სკოლა უნდა რეფორმირდეს ასე შემდეგ, არანაირი ინიციატივა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს ყველაფერი არის თავიდან ბოლომდე მინდობილი სასამართლოს მართლ ჯგუფზე, არანაირი საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს და ჩამკოდარია ეს სკოლა მისი გამოცოცხლების რამე ნაბიჯი არ იგეგმება. თუ გაქვთ რამე პროექტი და არ შემოგიტანიათ, სხვა ამბავია. ეს ერთი საკითხი. მეორე. ერთადერთი, იმიტომ კითხე შეგნებულად 7 წლის განმავლობაში რა გააკეთეთ მეთქი, ერთადერთი მართლა ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც მათ გააკეთეს იყო საქმეების ელექტრონული განაწილება, ანუ შემთხვევითი შერჩევით რომ განაწილებული იყოს საქმე. რაცაც თვითონ მოუღეს ბოლო, აი ამ ბოლო ტალღა როცა გამოიტანეს, რომლითაც სასამართლოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად მისცეს უფლება, რომ განსაზღვროს ვიწროდ სპეციალისტი მოსამართლე საქმეში, რაც გააკეთეს ურთმელიძის შემთხვევაში, როცა ქიბარ ხალვაში სანამ შეიტანდა საქმეს, მანამდე თქვეს რომ ინტელექტუალურ დავებზე ვიწროდ სპეციალისტი არის ურთმელიძე, ანუ სასამართლოს თავმჯდომარე იყო გარიგებაში, სწორედ და დაკვეთის შესრულება ყველაზე კარგი ილუსტრაცია, მარტო ორი საქმე კი არ არის ბატონო კარგი. ყველაზე კარგი საილუსტრაციო. ამიტომ ესეც კი მოკლეს. ანუ ჩვენ დღეს გვაქვს საქმეების განაწილების სისტემა, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე ამ შემთხვევაში ჩინჩალაძე თვითონ წყვეტს, ვინ იქნება საქმეზე მოსამართლე. აი, ამიტომ საქმეები ხა ბათუმის ტერმინალის საქმე, ფარცხალაძემ სასამართლო ყადაღები ყაზახი ინვესტორთან დააწია ერთმანეთს. ჭიათურის საქმე რო ავიღოთ, პირიპონის საქმე, მარტო ერთი კი არ არის. სასამართლო კორუფციაშიც არის უკვე ჩართული. სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეებშიც არის. საარჩევნო დავების განხილვაშიც კი ადმინისტრაციული სასამართლო პირდაპირ. ფარდეს ღამე რაღაც სპექტაკლი დადგეს. ეგ კიდევ სხვა საკითხია. თუმცა მე მინდა ეხა ჩემ ოპონენტებს მინდა უთხრა, როგორც კოლეგებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ქვეყანა, გვაქვს ყველას და ეს სასამართლო ჩვენ გვეხება
ყოველთვის არც მე ვიქნები ოპოზიციაში, არც თქვენ უმრავლესობაში და ჩვენმა შვილებმა ხო ნორმალურ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ. არანაირი პერსპექტივა არ აქვს ჩვენ სახელმწიფოს ნორმალური ცხოვრების, თუ სასამართლო არ გვეყოლება ნორმალური და ამოუკიდებელი, ხო? ამისთვის ეხლა ხელისუფლების ცვლილების გარეშე ილუზიები რო შევქმნათ, რომ აქ რაღაცა თვისობრივი გაუმჯობესება მოხდება, ვერ მოხდება. უნდა მოვიდეს ახალი ხელისუფლება, შემდგომ ოღონდ ახალმა ხელისუფლებამ, იცი? არა, ახალმა ხელისუფლებამ ის კი არ უნდა თქვას, ბატონო კაკი. თქვენგან განსხვავებით, მე იმას კი არ ვამბობ, ჩვენ დროს იყო დამოუკიდებელი, მურუსიძე კაი ადამიანია. ეს ადამიანები არ შეიძლება ამ ადამიანებს არ შეიძლება დობა გამოუცხრო, არასდროს არ გამიპრავებია და უხერხული. ერთი რაღაცაა, კაკი რა. ერთი რაღაცა დობაზე რო ლაპარაკობ. არა, უკეთებაა. ისე ერთი საკითხიც არის, მართლა დობაზე როდესაც არის ლაპარაკი, აი ამბობთ რომ ეს მოსამართლეები ყველანაირ გარიგებაში შევლენ და ეს პოლიტიკური ძალები არ შევლენ გარიგებაში, რომელსაც დაქვემდებარებული ყავდათ სასამართლოს. ჩვენ ჭირდება გარანტიები საკანონმდებლო დონეზე, რომ ვერც თქვენ ვინც არ უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ აი ხა მაგაზე გადავალ ზუსტად. ესე თუ ვისაუბრეთ, ცოტა კომიკური სიტუაცია შეიქმნება. გეთანხმებით ზუსტად და მე აი თავარი განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, ევროპულ საქართველოს გულისხმობ. რა არის იცით? ჩვენ ვაღიარებთ შეცდომებს, საკუთარ შეცდომებს და ვამბობთ, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლეთ. ისინი არ აღიარებენ, მაგალითად, ახლა ბატონი კაკია იმასაც კი არ აღიარებს, რომ რუსთავიორის საქმე სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. და ეს არის იმდენად ცხადი მოცემულობა, საკმარისია ურთმელის გაწვევის წაკითხვაც კი, თავი რო დავანებოთ მაშინდელ პარლამენტარების განცხადებას, მაგრამ ეს გვერდზე გადავთ ერთი წამი. რა არის გამოსავალი? გრძელვადიანი გამოსავალი. პირველი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულფასოვანი რეფორმა. ჩვენმა მოქალაქეებმა გადაიბარონ იმის თქმა დაადგინონ ფაქტები და პროკურატურამ მათ წარუდგინოს მტკიცებულები, ისინი დაარწმუნოს, რომ ნამდვილად არსებობს მტკიცებულებათა ერთობლივობა პირის გასამტყუნებლად. ეს არის პირველი და უნიშნელოვანესი. მეორე, ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა ჩვენ ქვეყანაში. ბატონო კაკიმ რაც თქვა, რომ აი რომანები იწერება და ფილმების გადაღება ხდება გმირებზე. ერთი გმირი მოსამართლე არ არსებობს. ვერ მოიყვანთ ჩვენ ლიტერატურაში, ჩვენ კულტურაში არ არსებობს ესეთი გმირი, იმიტომ რომ არასდროს ყოფილა ესეთი გმირი. ჩვენ ყავდა ყოველთვის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი სასამართლო. მიშა, გრიშა, ბიძინა არაფერ შუაში არ არის. ესეთი სასამართლო გვაქვს, ესეთი ტრადიციაა. ამიტომ აი უნდა ექსტრავაგანტულად კი არ ჩანს ეს იდეა. დროებითი ღონისძიების სახით, 5-7 წლის ვადით, პენსიაზე გასული უცხოელი მოსამართლეების მოწვევა ზედა ინსტანციებში მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ეს ტრადიცია აქვს. პარალელურად იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმირება, A-კლასის იურიდიული სასწავლების შექმნა, სადაც შევლენ ქართველი მოსამართლეები და ამ უცხოელ მოსამართლეებს თანაშემწეებად 5-7 წლის განმავლობაში ეყოლებათ ქართველი იურისტები, ინგლისურის მცოდნე, მკვლევარი, კარგი იურისტები. ეს ხალხი თან კიდევ ერთი საკითხი მინდა აუცილებლად აღვნიშნო. ეს ხალხი მარტო დაკვეთების შემსრულებელი ხალხი კი არ არის. თან არაკვალიფიციური ხალხია. ეს ინტელექტუალური ელიტაც არ არის. აი, გაცილებით მაგარი მოსამართლე იქნება. კაკიზოიძე, ვიდრე აი ეს პირები, ხო არა აქვს იურიდიული განათლება კაკი. მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ იმათ ინტელექტიც არ აქვს შესაბამისი, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლის მანტია ჩაიცვან. ამიტომ ჩვენ ახლა ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ხელისუფლების პირობებში იმის გამო რომ კონტრაქტი კაკიზოიძეს კი არა გაფორმებული. კაკიზოიძე ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელია დებატებში და საპარლამენტო ცხოვრებაში. მაგრამ კონტრაქტი ივანიშვილმა გააფორმა. ივანიშვილმა კონტრაქტი რო გააფორმა, ეს სასამართლოს მის წინაშე არის ანგარიშვალდებული. კაკიზოიძე ვერც დაურეკავს და ვერც ეთქვის რაღაც გაწევა მიიღეო. ის სხვა კაბინეტებში გვარდება. იმ კაბინეტებში კაბელების საქმეს რომ იხილავენ საიდუმლო გრიფირებულს. იმ კაბინეტებში სადაც რუსთავიორის გადაწყვეტილება იწერება. ურთმელიძემ კი არ დაწერა ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება დაწერა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფმა უბრალოდ სტრასბურგის სასამართლო აღიმართა როგორც ბარიერი. ეს არის რეალობა, მეგობრებო. მე ხა ამას ვამბობ როგორც სიმართლეს, ამავე დროს მე როგორც იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. მე ჩემ პასუხისმგებლობას ვზდობ იმაში, რომ მაშინ, როდესაც ჩემ მიუხედავად რა დაპირებაც იყო, რომ მე რო გადავედი სამინისტროს სამუშაოდ, იყო რომ ნაფიცების სასამართლოს რეფორმა უნდა გაგვეტარებინა. და აუ, ეხლა არა, მოდი ცოტა ხანი მოვიცადოთ, მე ეხლა არა და მაშინ მე საკმარისად ხმა ამაზე არა ვიმაღლე. და ეხლა მე სანანებელი ეგ მაქვს. და თან უხერხულ სიტუაციაში ვარ, რომ პასუხისგება მიწევს იმაზე, რაზეც რაშიც მაშინაც ვიბრძოდი. და პასუხისგება მიწევს იმაზე, რაზეც ახალგაზრდა იუსტიციაში ვიბრძოდი. და იგივე ხალხია ეს. და აღარ ჩემ წევლასავით არის რა, მომყვება ეს ხალხი. და იქაც ვარ და ეს ხალხია უსამართლო, იქ ვარ და რეფორმების მუხრუჭია, ეხლა არის და მეუბნებიან, რომ ის ადამიანები მეუბნებიან, რომ მეც მქონდა იმედი მართლა, რომ ეხლა ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, იქნება მართლა სასამართლოს რაღაც ეშველოსმეთი. გამოვიდა და ეს მურუსიძე ნიჭანაძე, კარგი ხალხიაო,
მისცეს დაკვეთები, იმათ ჩასვეს ციხეში პოლიტიკური ოპონენტები, მერე ვინც არ მოეწონათ, ისინი ძედ მიაყოლეს, მერე დამოუკიდებელი ტელევიზია გადასცეს ჯიბეში ჩაუდეს, ეხლა უვადოდ ნიშნავენ, რას ნიშნავს უვადოდ დანიშნავენ ხალხის რომ სანამ ცოცხლებია იგნებიან, მანამდე ჩვენ შანსი არ გვექნება სასამართლო გქონდეს. ამიტომ მეგობრებო, პარტიის ლიდერსა და ამოსამართლეებს შორის არ არსებობს. რაზეც ოთარი საუბრობს. არ ჭირდება დაკვეთების შემსრულებელი სასამართლო. ეგ ხალხი არანაირ სიკეთეს არ მოგვიტანს. 2020 წელს არჩევნები რომ იქნება, ვინც მოიგებს ამ არჩევნებს, ხო? გაეგებიან ფეხქვეშ. ოღონდ რაღაცნაირად სახელმწიფოებრივად აზროვნება მოგვიწევს. პოლიტიკურ კლასს, იმიტომ რომ ერთი ცალკე აღებული პარტია მაგ რეფორმას ვერ გაატარებს. შევთანხმდეთ უნდა რომ აი როგორც ამერიკის დამფუძნებელი მამები შეთანხმდნენ, ხო? ხო არ ვთქვამთ იმას რომ აი მოდი ეხლა ჩემი იყოს სასამართლო. არა, მოდი იყოს დამოუკიდებელი ეს სასამართლო. ამ სასამართლოს ვერ ავაშენებთ, აი ქრისტიანობა, ხო, რომ ახალ ღვინოს ძველ ტიკებში ვერ ჩაასხამ. მურუსიძე მასობრივად საშინელებებს ვინც აკეთებდა, ახლა მასობრივად კარგ რაღაცებს ვერ გააკეთებს. ამიტომ ამაზე რაღაც ელემენტარულ აქსიომატურ ჭეშმარიტებებზე შევთანხმდეთ. მე მართლა ამ საკითხს ეხა პოლიტიკური ზიანის მიყენება კი არ არის ჩემი ამოცანა. აი იგივე ის წამალაშვილზე რო ვთქვით, ხო? წამალაშვილზე მინისტრს უთხარით, ხო? მინისტრი ბატიაშვილმა კი არ მოიყვანა ის წამალაშვილი. დახვდა იქ. პროკურატურაზე რო ვამბობ, ეხლა კლანი რო ვახსენეთ, ხო? ერთ მაგალითს მოვიყვან და მე მოურჩევი მართლა იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკე და მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო, ძალიან გთხოვთ რომ აი დამაცადოთ უბრალოდ ამ მაგალითის მოყვანა რა. პროკურატურაში სასჯელ აღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზედამხედველი სამმართველოს უფროსი 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით. ვინც იყო? მისი სახელი და გვარია ჯარჯი ციკლაური. ეს პროკურორი გიორგი ტუღუში რო დაინიშნა მინისტრად, მან გასცა ბრძანება, კადრები რო გამოქვეყნდა, ხო, ხოთ ბედუკაძის კადრები. რა თქმა უნდა, ციხეში ვისაც ყავდა ვინმე ოჯახის წევრი, პანიკაში იყო, ხო, ყველა. პირველი ბრძანება გიორგის იყო, რომ ყველა პატიმარმა დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახთან, დაურეკოს, შეხვდეს, რომ გააგებინოს, რომ კარგად არის და ცოცხალია. ჯარჯი ციკლაური, როგორ შეიძლება აი ამის წინააღმდეგი იყო, ხო? აი მომენტ შეიძლება? ჯარჯი ციკლაური იყო ამის წინააღმდეგი. ჯარჯი ციკლაურთან შედიოდა ყველა სახალხო დამცველის შეტყობინება, გიორგის შეტყობინება, რომ ციხეში ეს ხდება, ეგ პატიმარით ცემეს, ეს გამოსაძიებელია, ეს გასაკეთებელია. შედიოდა ჯარჯისთან. იცით ვინ არის ჯარჯი ციკლაური დღეს? საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე. პროკურატურაში ამაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ხალხო არ არსებობს. ეს კაცი მასობრივად ცუდ რაღაცებს შედიოდა, ახლა ჩადის კარგ რაღაცებს, ხო? ეს რა ლოგიკა ხალ ხო? შეიძლება პროკურატურის სისტემაში საკვანძო ფიგურა იყოს, ესაჟი ჯარჯი ციკლაური, სიანედის საქმის პროკურორი, გიგი უგულავას საქმის პროკურორი, ყველა გახმაურებული ეხლა ეს ნორმალურია ხალხო, ამის მართლა სერიოზულად ვკითხულობ. ისეც ისა, ამასაც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა უნდა და რომ ჯარჯი ციკლაური პროკურატურაში არ მუშაობდეს. ფინანსურის ბიზნესზე რეკეტი იყო და მთელი ფინანსურის ვერტიკალი პროკურატურას რომ მართავს. ამას კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლა უნდა და რომ ამ ხალხზე ვეთქვათ რომ თქვენ ხალხო აღარ უნდა იყოთ ახლა. იცით საშუალება პასუხის, იმიტომ რომ ძალიან უცნაური სიტუაცია ადამიანები ამობენ ჩვენ დროს გამოცდილი ცუდი კადრებზე ნუ დგას თქვენი სისტემა. და დღეს მე ვარ ცუდი და პასუხისმგებელი იმ შაუბნიო რაღაცებზე. მე ვარ ცუდი ადამიანი. ისა კარგი გამოსწორდა. თქვენ არ ახართ კაც, მაგრამ ერთი წამთ რა. გისმენთ. ძალიან ამდული ემოციური მაგალითებს მოყვანა. ძალიან ამდული, იმიტომ რომ იმდენად სულ რაღაც გამოცადა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ მოხალხე ხა ვინც ამას უყურებს დარწმუნებული აღშფოთებული უყურებს ამ მაგალითების მოსვენის დროს აღშფოთება და მეც აღშფოთდი ხო რომ ესეთი ადამიანები თუნდაც ჩვენ დღეს სამსახურში ყავს მაგრამ მეგობრებო მარტივ რამეს გეტყვით რა ყველა იმ ქვეყანა ვინც გამოიარა ესეთი ტიპის რეჟიმი რა ვქნა და ცოცხალი ვინც იყო იმ საჯარო სამსახურში მუშაობდა არ თქვა თელენ არაფერს არ გააგდოთ ნუ ნიშნავს ხელმძღვანელ პოზიციებზე უხისხავს არ გააგდოთ არ დაიჭიროთ არ მეუნდებით დამანებ ერთი სხვა რამეს გეუნდებით რა თქვენს რომ დავივიწყოთ ყველამ ერთად ხო ფრანკოს დრო დავივიწყოთ ესპანელებმა თქვენს გვახსოვდეს რომ მონუმენტი დავდგათ ფაშიზმის მაგრამ ერთმანეთს ვაპატიოთ დავივიწყოთ ისე რომ მომავალში არ განმეორდეს და ადამიანები იცხოვეთ ახლა კანონი თელ პოლიტიკურ პარტიას დევნით და ჯარჯი ციკლაური თანამდებობაზე ყავდა დევნა გრძელდება ხო სისტემა არის მთავარი თავარი რომ სისტემა აღარ არის ამ სისტემის გარეშე ადამიანებმა თავიანთი თქვა კანონმორჩილები თავიანთი გამოსწორება არ არის აკი ციცახის რომ ჯარჯი გამოსწორდა როგორ გეკადრება არ ვიძახი აკი მართლა გული მისკდება როგორ იცახით რომ ჯარჯი ციკლაური გამოსწორდა ჯარჯი ციკლაური იმისთვის ხო არ დაიჭირა ისევ საშინელებები დამნაშავია დანაშაური რატო დანიშნეთ ხელმძღვანელ პოზიციას კარგით საზად არ ჩაითვალა მე ვილაპარაკე არ ჩაითვალა თქვი ყველაფერი ვილაპარაკე ელენდემ და
თავის სიტყვები ჩამედო მე რომ თუ რომ მე ჯარჯი ციკლაურს ვამართლებ. არ ვიცი მე ვინ არის საერთოდ ჯარჯი ციკლაური. წარმოდგენა არ მაქვს. მე ვაბერთეთ რამეს რომ ადამიანები ვიცი დასაჯელი სისტემური დანაშაული შემოქმედა ყველა უნდა ჩასვა ციხეში, შესაბამისად ადმინისტრაციული სასჯელი მიაყენო და მინიმუმ დანარჩენა ბოდიში უნდა მოიხადონ ყველამ რა. ჩემთვის ეს მომენტი არის. თქვენ კიდე მადლობა რომ რამდენიმე ბოდიშს იხდით ევროპული ყოფილი ნაციონალურ მოძრაობა. ისეთი ბოდისაც არ იხდიათ უნამუსოდ პირდაპირ ვიტყვი რა, რომ ესეთ რაღაცები ჩაიდინეს. და ამის მერე საუბარია ჩვენ სისტემის განახლება ნელ-ნელა უნდა მოახდინოთ. იყო რევოლუციური გზა, იყო ევოლუციური. რა ნელ-ნელა უნდა ფხაკაძე კომისიაში დაგიდეთ, გაჩვენეთ, მოგასმენინეთ და ფხაკაძე ასევე მოსწრეთ ჩვენი პერიოდი. დღესაც თანამდებობაზეა. სარალიძის საქმეზე მთავარი აშველებდაო კალანდიო. ძალიან გთხოვ, მთავარი მომენტს გეტყვით რა, 13 წელს ეს გადაწყვეტილება ექნა მიღებული შეიძლება არც იყო იმის რესურსი, რომ ჩვენ ახლა გაგვიყარა 100,000-ობით ადამიანი სისტემიდან და ყველა მეტნაკლებად ჩართული იყო სისტემურ დანაშაულში. პირდაპირ გეტყვით, ყველას თავის წილი ქონდა. პირდაპირ გეტყვით, თავის წილი ქონდა. დაწყებული იმიდან საკნის მეთვალყურიდან დამთავრებული გენერალურ პროკურორის მოადგილით, იუსტიციის და მისი მოადგილით და რა ვიცი, ყველანაირი პოლიტიკური თანამდებობის პირებით. მაგრამ ყველას თავის წილი პასუხისგებლობის თემა, საჭიროება ეს პასუხისგებლობა. ეგ არის მთავარი თემა. რა თქმა უნდა არ უნდა დააწინაურო. რა თქმა უნდა არ უნდა ანდო მას ჩვენი შულების ბედი. მე შემდგომში უნდა შეეცადო ყველაფერს, რომ შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანებს ამ სიბინძურაში ყოფნას აღარ აიძულებს. ის ადამიანები იხჭებოდნენ სიბინძურაში. პირიქით სისტემა ხარ შექმენი. ვინც მაგ სიბინძურას აკეთებს. პირიქით სისტემა ხარ შექმენი. სადაც ფხაკაძეს გემრიელად იყენებს სარალიძის საქმეში. ჯარჯი ციკლაურს იმის საქმეში. ვისი ადვოკატი? ფარცხალაძის ვის საშუალებასაც. რო სისტემას განახლების საშუალება მივიდა. ფარცხალაძის არ განახლავს. ფარცხალაძის და მიუღებელია ჩემთვის. ფარცხალაძის ცნობა რა შუაშია? დამთავრდა. რაც ყველა აგოს პასუხი გალახა ის რა ქვია აუდიტის სამსახურის შესაბამისი პასუხი მე არის მაგაშია საქმე მაგას ვიძახი ხო და ვიძახი შესაბამისი პასუხი მაგას დამთავრდა პარლამენტარი ხარ პოლიტიკის ანუ ექსპერტი და კომენტატორი ხო არა ბატონი ზაზა ჩაერთვება ახლა ზოგი მაგასაც არ აქვს კაია მაგას ფარცხალაძეზე მაინც რო ამბობს იმისთვის რომ მართლა ისეთი გადაწყვეტილება მივიღო მომავალში როცა იქნება კენჭისყრა მჭირდება სრული ინფორმაცია და საკომიტეტო განხილვა თითოეული კანდიდატის ამ წუთში თქვი ზუსტად იგივე არის აი რაზეც თქვენ ბრძანებთ ახლა, რომელიც მეც პირველად გავიგე ეს გვარი და სახელი. ზუსტად იმ პოზიციაზე ვარ, რაც კაკიმ თქვა. ანუ ჩვენ თუ ასეთი სისტემით წავალთ, მაშინ ჩვენს მერე ვინც იქნება ხელისუფლებაში, იმანაც შეიძლება სრული რაღაცა აბსურდით მოაწყოს და პრაქტიკულად ეს ქვეყანა კადრის გარეშე დარჩეს. იმიტომ ჩვენ ქვეყანას კადრი უჭრის ყველა მიმართულებით. ახლა ყველას შეიძლება კონდეს წარმოდგენა რომ რაღაცა ის გვაქვს, მაგრამ რეალურად კადრი ჭირს ყველა მიმართულებით, ყველა სამსახურის მიმართულებით. მაგრამ აი ახლა იუსტიციის უმაღლესი სკოლა რომ ახსენა ოთარმა. ახლა ამის მიხვედრას რა უნდა? თუ კი შენ არ უშუალოდ მოსამართლეებს, ისინი ვინც ადგილზე რჩებიან, ისინი გიკარნასებენ თამაშის წესს. ვეთანხმებით. აბსოლუტურად ვეთანხმებით და იმ კრიტერიუმებში, რომელზეც ჩვენ მუშაობთ, განვიხილავთ იმ ველს, რომ გავაფართოვოთ ეს ველი, საიდანაც ეს კანდიდატები იქნებიან მოძიებული. ესეც არის. მაგრამ ამასობაში თუ დააკომპლექტებთ, ეხლა უყურეთ, როგორ არა, იცით რა, წეგან უკვე ჩვენ მოვისმინეთ, რომ ნიშნავთ ამ წუთში გითხრათ, რომ არ ვაპირამობს, რომ სასამართლოს ლიდერი ვარო და თუ ამ ხალხი დააკომპლექტებთ, მე დაიწყებს მართლა და მეთქვა რა, რაც კაკიმ თქვა. ვიზეც არის კონკრეტული ინფორმაცია და იგივე ინფორმაცია თუ არის ითანამშრომლეთ შესაბამის ორგანოებსთან და ამ კაც რა დაშავებული პირდაპირ განვაცხადოთ, იმიტომ რომ თუ არ იქნება ფაქტობრივი მტკიცებულებები, ჩვენ ესე რომ ერთი ხელის მოსმით იქ ვინც მუშაობდა პირდაპირ არ გამოვა ესე. იმიტომ რომ სამართალი ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანის მიმართ უნდა იყოს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომ ის გავასამართლოთ. იხავთ აი გულწრფელად მიპასუხეთ. ახლა თქვენ ფიქრობთ, რომ აქ რაღაცა კი ბატონო, მაგრამ აი ნახეთ ახლა რა მინდა გკითხოთ რა, აი განცდა არა გაქვთ იმის, რომ ეს ისე კი არ მოხდა ახლა როგორც აქ საუბარი მიდის, არამედ მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ვიღაცები, ვინც ასე ვთქვათ, ბჭყალებში საჭირო ხალხი იყო, გადმოიბარა თქვენმა ხელისუფლებამ დავალებების შესასრულებლად. უთხრა რომ მოდი არ დაგიჭერ და შენ ამას გააკეთებ, მოდი შენ ჩემთან იყავი და ეხლა ჩემთვის იმუშავე და აი ეს განცდა არასოდეს დაგრჩენიათ რომ ყველა მიმართულებით მოხდა ეს. აი სანამ მიპასუხეთ, მარტო რამეს გეტყვით, რამე ერთხელ თქვი ეს ან ესეთი აკადემიური ტონი და გეტყვით პირდაპირ. მე რაც ვიცი და მე რა ინფორმაციაც მაქვს და ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებას მე ვერ ხედავ, იყო ერთ-ერთი შეთანხმება. ამ შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ქვეყანას ნუ შეუქმნით არასტაბილურობას, ნუ დააქცეთ ქვეყანას. ერთი ეს და მეორე კორუფცია რა. კორუფცია არ იყოს.
და რაც გინდათ ის დააკეთეთ. განაახლეთ, ჩამოყალიბდით, დამოუკიდებელი ჩამოყალიბდეთ. არა, საუბარი არ შეგვიძლია. პოლიტიკურ წინახისგან განთავისუფლებას რომ მეუბნებით, მაღაზია არის საუბარი, რომ პოლიტიკურ წინახისგან რომ გავანთავისუფლოთ, გეუბნებით. ჩვენ არ ჩაგერევით არც ყველა მიმართულებით გეუბნებით. პროკურატურა დღეს პოლიტიკურად დამოუკიდებელი პოლიტიკური წინახის ქვეშ არა. არა, მხოლოდ სასამართლოზე ყველაფერს შევეცდით. კონკრეტულ კადრებს ხო იკითხეთ. აი და სასამართლოზე არ მიკითხავ. ზოგადად გითხარით, რომ საუბარი რა თქმა უნდა ხელისუფლება ცდილობს, რომ თავის ქვეშ მოაქციოს პირველ რიგში რომ თქვენ მზად მედია და სასამართლო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ სრული ავტორიტარული რეჟიმი დამთავრდა. მაგრამ სტუდენტებს უნდა გაუძლოს ხელისუფლება, თუ არის პასუხისმგებელი ხელისუფლება, თუ თავის შვილებისთვის უნდა, რომ ამ ქვეყანაში ოდესმე დემოკრატია გავითარდეს ისე როგორც საჭიროა. მე ნიშნებს ხო და იმისა ჩვენ ამ სტუდენტებს უძლებთ. თქვენ მედავით რომ არ უძლებთ, გავიგეთ. არა, თქვენ რას ამბობთ იცი ბატონო აკაკი? ხოლმე ერთადერთი რომ თქვენ ახლა გჭირდება თვითგანახილება. ხოლოდ სასამართლო არ მიგულისხმენ, საერთოდ ზოგადი ტენდენცია ვიგულისხმენ. თქვენ გვეუბნებით რომ ჩვენ ადამიანებს უთხრათ რომ მოდით ახლა თქვენ გახდით კარგები, სასამართლოზე არ მაქვს ხოლოდ. ყველა მიმართულებით. მოდით თქვენ ახლა გახდით კადრები მეორე მხრივ ჩდება ეჭვი რომ სხვა რაღაცისთვის იყო ეს ხალხი გადმობარებული ასე ვთქვა. და ასევეშვილის ისტორია გაიხსენეთ რა. ყველა ვინც გადმოხტა პოლიტიკურად ქართულ ოცნებაში, აბსოლუტურად ყველა პრეტენზია მოიხდა. პირდაპირ საქმეები იხურებოდა თუ ამათ გადადიოდა. პოლიტსაბჭოს განცხადების ტექსტები და მოსამართლეების აი ამ ცნობილი ოდიოზური ესე ვთქვათ სისტემის მსახურებაში გამოცდილი მოსამართლეების ტექსტები ერთმანეთს ემთხვევა. თავისი რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელ დასკვნებს იშველიებენ რა ტიპის მესიჯები აქვთ მაგალითად იმიტომ გვერდჩის ნაციონალურ მოძრაობა რომ მათი გავლენის სფეროდან გამოვედით ამ პოლიტსაბჭოს ტექსტშიც არის და აი ამ ცნობილი მოსამართლეების ასე ვთქვათ 13 ყველო ენაშიც თითქმის მესიჯებითაც გვანან ერთმანეთს და გრიტიშვილი ბატონი იყო ჩვენთან ეთერში სტუმრად და ამბობდა რომ ეს არის ძალიან კარგი განცხადება პოლიტსაბჭოს განცხადება და მიესალმებოდა თავიდან ბოლომდე ამ განცხადების სულისკვეთებას ანუ ისეთი უნისონის ნიშნებია რომ წარმოუდგენელია ისე ჭუები არ არსებობდეს რომელზეც ამ სტუდიაშიც იყო საუბარი იცით რა პირველ რიგში რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვადასტურებთ რომ არც მე არც კაკი და ჩვენი გუნდის წევრები არ მივიჩნევთ რომ რომელიმე სფეროში გვაქვს იდეალური მდგომარეობა და არაფერი გამოსასწორებელი არ არის და ახალი რეფორმების ტალღები არ გვჭირდება ასე არ ვამბობთ მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია როგორიც არის სასამართლო არ შეიძლება მისი მუდმივი რყევა და იმის გამო რომ მაგალითად 2-3 კაცი არის შენიშვნები მთელი ეს სისტემა სადაც არის 300 მოსამართლე იმას ჩვენ არ დაუფასოთ ის რომ ისინი არიან იყვნენ ბოლოში კი ბატონო არა ხო და ამისათვის უკვე გავეცით პასუხი ზუსტად იმაზე რომ ასეთი პიროვნებები ვიზეც გვექნება შეკითხვები იქნება ჩვენი პასუხისმგებლობის თემა რაც შეეხება მთლიან კორპუსს, ხო? ამ კორპუსს ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქვს წინ გადადგმული ნაბიჯები, მნიშვნელოვანი მიღწევები, მაგრამ შეიძლება იყოს დარჩენილი პრობლემები. ამიტომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ამ ინსტიტუციური მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, რომ მომავალში აი ეს არ მოხდეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ახლა ჩვენ მართლა რეალურად ხედავთ განსხვავებას ჩვენ დღევანდელ ოპონენტებს და მათ შორის, რომელთანაც ჩვენ სხვადასხვა კანონებზე მსჯელობთ, არის აბსოლუტურად ჯანსაღი მსჯელობა, მაგალითად განათლების სისტემის რეფორმებზე, რასაც მე ვერ ხედავ ნაციონალების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ინსტიტუციებს. პირდაპირ ებრძვიან პოლიციას. ისინი ოცნებობენ, რომ პოლიციელებმა ისინი ცემო. რა შუაში ახლა ნაციონალური არა, ამ შემთხვევაში არა, იმას გულისხმობ, იმას რომ არის იქ ძალა, რომელიც ამ ინსტიტუციას როგორც ინსტიტუციას ებრძვის, ისევე როგორც პოლიციას ებრძვის. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანის გამართლება, რომელიც ციხლებს დაუშენს პოლიციელს. იმიტომ რომ ის ამათი პოლიცია რა პოლიცია, ამათი ის რა არ შეიძლება ესე. ამაზე ამ ხალხის ჩარევა პოლიტიკაში არ შეიძლება. ის დრო აღარ დაბრუნდება ამ ქვეყანაში, როდესაც უცნობს 200 პოლიციელი ციხლებით ცემდა და ესე რა ქვია, მიშას ზახილით, ხო, დიანას კარგად ახსოვს. გაგიკვირდება და არც ქართულ ოცნებაზე სასამართლო მაინტერესებს. ამ შემთხვევაში თქვენ მკითხეთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე და ზუსტად ეს გითხარით, რომ დიახ პოლიტიკური ძალა კონკრეტული ებრძვის ინსტიტუციებს.
ეს არის, მაგრამ ამისი თქმა, მაგრამ ამისი დავასრულო, ეს არ ეხება. შელენე, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც წევრები უფრო აქტიურობდნენ ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. საერთაშორისო შეფასებები, აი შეხედეთ შეფასებებს. სასამართლოს პოლიტიზირების შესახებ, სასამართლოს Heritage Foundation-ი, Freedom House-ი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, აი ნახეთ, როგორ ჩამოდის 2019 წელს, ერთი წუთი, ტენდენცია, პოლიტიზირებას რო გეუბნება, დამოუკიდებლობის პრობლემა რო გეუბნება, რეიტინგი რო გეცემა, ვიღა უნდა კიდე და თქვენი ხელმძღვანელობა გამოდის და იძახის, რომ ფანტასტიკური შეფასებები აქვს ჩვენ საფრთხე, დიდი პროგრესი გვაქვს სასამართლოში. ეს არის, ეს ნორმალურია. კი ბატონო, ბატონიზაცია დაასრულებს, შემდეგ გვექნება რეკლამა და მოგცემ ჩემაჯამებელ სიტყვებს და ამით ამოიწურება ჩვენი გადაცემა. ბატონ ზაზა. მე ამ განცხადებით იმის თქმა არ მინდა რომ ეს არის აბსოლუტურად რაღაცა აქ არიან ადამიანები, რაც თქვენ თავიდან დაიწყეთ, რა თქმა უნდა, რომლებიც მთელი თავის სიცოცხლის მანძილზე არიან სადარაჯოზე სამართლიანობის, იმათ აქვთ თავისი განცდები. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომენტია და არავინ იმ ადამიანებს ეხლა თქვენ რაღაც ისე გამოვიდა თითქოს ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს ვიფიქრო როდისმე და პირიქით ვადასტურებ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი გუნდის წევრი და მე ვთვლი რომ ეკას ლევანის და გედის ჩვენთან დარჩენა და ერთად მუშაობა ამ რეფორმებზე ბევრად უფრო კარგ შედეგს მოიტანს. კარგით, რეკლამაზე გავიდეთ, რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით შემაჯამებელი სიტყვებით და დავასრულებთ დღევანდელ ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის დასკვნითი ნაწილია მე ისევ ქართული ოცნების წევრებიდან დავიწყებ ჯგუფი, კლანი, კორპორაცია როგორც გინდა ისე ჩავთვალოთ იმ ტერმინით მოვიხსენიოთ ხომ არ ფიქრობთ რომ ისინი ისე გაძლიერდნენ დღეს სასამართლო სისტემაში რომ თქვენ კი ვერ უკარნახებთ თამაშის წესებს არამედ მათ შეიძლება უკარნახონ დანარჩენებს თამაშის წესები გავიჩნდოთ კორპორაცია მე ვთქვი კორპორაცია დამოკიდებულება ასე ვთქვათ კორპორაციული სისტემა შეიქმნა თლიანად სასამართლო სისტემაში თორე იმაზე არის საუბარი რა რაღაცა იქ არის შიგნით რაღაც კორპორაცია არამედ დღეს მოსამართლეები იმის გამო რომ ძალიან ხშირად ზიანდებოდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ხერხი იყვნენ პოლიტიკურის ჩამოყალიბდნენ შეკავშირდნენ გაძლიერდნენ და თქვენ გვინდა რომ კარგად გაძლიერდნენ რა ნუ კარგად გაძლიერდნენ იყვნენ დამოუკიდებელი მაგრამ ჩვენ დავეხმარებთ მათ რომ დობა აღდგეს დობა აღდგეს თუნდაც იმ 2 3 4 5 6 შეიძლება 10 რაღაცა კითხვის ნიშნები რო არის რეპუტაციასთან მიმართებაში დობასთან მიმართებაში რომ არ იყოს მაქსიმალურად პროცესი გავხალოთ ისეთ რომ ადამიანებმა დაინახონ რომ ადამიანი რომელსაც რეპუტაციაში კეთილსინდისიერებაში პროფესიონალი როგორც კი აკაციანის სია შეაჩერეთ მეორე დღეს ზუსტად ბუკვალურად მეორე დღეს ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ გაამწესეს. ანუ ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ჯგუფი ისე შეკავშირდა და გაერთიანდა რომ თქვენი მხრიდან მათი დაშლის ან გაკეთილშობილების ან საკანონმდებლო ინიციატივებთ რაღაც ტიპის ეს თქვა იქ სიტუაციის შეცვლის მცდელობა მათი მხრიდან იქნება ასევე რაღაც საპასუხო ნაბიჯებით გამოხატული. არ ვფიქრობ, შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, მე არ ფიქრობ, მე ვთვლი რომ თუ ადამიანებს შეუქმნით ზოგადად ხელსაყრელ პირობებს რომ მათ გააკეთონ სწორი საქმე, ისინი აუცილებლად გააკეთებენ სწორ საქმეს. ეს არის ჩემი ღრმა მრწამსი. საუბარი არ არის ისინი ცუდები იყვნენ, კარგები გახდნენ, არა. სწორ საქმეს გააკეთებენ, იმიტომ რომ თუ ეს პირობა შექმენი. თუ შექმენი პირობა ცუდი საქმე გააკეთოს, დიდი შანსია რომ გააკეთოს. ან უნდა იყოს გმირი და აღარ გააკეთოს, მაგრამ თავარი მომენტი სწორედ ეს გახლავთ, რომ ადამიანები ამ შემთხვევაში ამ შეკავშირებას, ამ ერთიანობას გამოიყენებენ იმ რეფორმების ჩასატარავად, რომელიც აუცილებელია, რომ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი და დობით აღჭურვილი სასამართლო. აი ეს არის ჩემი რწმენა და ჩვენ ხელი შევუწყოთ იმით, რომ მივიღოთ ის კანონები, რომლითაც ამ პროცესს უზრუნველყოფს. თქვენი დასკვნითი სიტყვა შემდეგ ამ ფლანგს მივცემთ შესაძლებლობას. ჩემი დასკვნითი სიტყვა ალბათ იქნება ისევ ის, რომ ხაზე გაუსვა ერთი მხრივ ამ ინსტიტუციის მშენებლობას და გაძლიერებას და მეორე მხრივ პროცესი, რომელიც იქნება დაკავშირებული კენჭისყრასთან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი ჰქონდეს ამ ინსტიტუციას. თვითონ ის არჩევის წესი, რომელსაც აღარ გავიმეორებ და უკვე კარგად მოგახსენეთ, ჩემი აზრით არის სავსებით დემოკრატიული და სამართლიანი. მომავალში, რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრებთან ერთად ჩვენ ვიმსჯელებთ, ალბათ შემდეგ უკვე
ოპოზიცია შეერთება, როდესაც გამოვა ეს საკითხები იმ კრიტერიუმებზე და სამუშაო ჯგუფებში უკვე მიდის, სხვათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის არამოსამართლე წევრები ჩართულები არიან ამაში და თავისი ვერსიები აქვს კრიტერიუმების. ესენი შეჯერდება ყველაფერი და სწორედ ეს იქნება მათთვის მიწოდებული და ამომავალი ქართული ოცნების წევრების რამდენიმეს განცხადება, პოზიცია, ისინი არიან გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე დარჩებიან თუ არა ამ პოლიტიკურ გუნდში, თქვენ გაქვთ ასეთი წითელი ხაზები? რა თქმა უნდა. ესეთი წითელი ხაზი არის ყველასთვის, ვინც თავისი პარლამენტში მუშაობის შედეგად ვერ მიიღებს იმ შედეგებს, რომლისთვისაც ის არის და რომლისთვისაც მას მიანიჭეს პარლამენტარის მანდატი. ანუ რისკი იმის, რომ ალბათ არ ვიცი, რამდენს აქვს თქვენს გუნდში ეს წითელი ხაზი, ახლა სტატისტიკურად ამას ვერ ვიტყვით ვის რა აქვს გულში ამ წუთას ან გონებაში, მაგრამ რისკს იმის ხედავთ, რომ საერთოდ გუნდის დაშლის საფრთხე დადგეს სასამართლო საკითხის გამო. იცით რა, ჩვენ შეთანხმება, რაც ერთმანეთის მიმართ ვთქვით და გაუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და შევთანხმდით, ის შეთანხმება თუ დაირღვევა, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ადამიანს ექნება ამასთან სერიოზული პროტესტი. მაგრამ დარწმუნებულია. ხო, სამართლიანი სასამართლო ეს არის ჩვენ მიდგომა. სხვადასხვა მიდგომა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ დაირღვევა და მეორე კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენ მეგობრებს, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით იმისათვის, რომ ეს რეფორმა და ეს რაზეც გადის ჩვენი პირადი პასუხისგებლობა საკუთარ სინდისთან და ამომრჩეველთან მივიყვანოთ ბოლომდე და საქმით დავამტკიცოთ ის, რაზეც ამდენი ხანი აქვე ვისარგებლებ შემთხვევით. ანუ ის ჯგუფი, რომელიც ასე ვთქვათ გადაწყვეტილების მიღების ზღვარზეა, ან თქვენი დაკვირვებით ინფორმაციით, მათი ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი პირდაპირ არის თუ არა დაკავშირებული სასამართლოში მიმდინარე პროცესთან, თუ რაღაც სხვა პოლიტიკური ქვეტექსტებიც აქვს ამ ყველაფერს. იცით რა, მე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. უბრალოდ ჩვენ, როდესაც ამ სასამართლოზე ვსაუბრობთ, ალბათ ის დრო, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა თქვეს, ჩვენმა გუნდის წევრებმა, ალბათ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ ასეთ მოკლე დროში ალბათ ვერ იქნება ისეთი რაღაცა სიახლეები, რომელმაც შეიძლება მათ უბიძგოს გადაწყვეტილების მიღებისკენ. ამიტომ ჩემი მეგობრული თხოვნა არის მათ მიმართ, რომ ერთად გავაგრძელოთ ეს პროცესი და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე და საქმით დავამტკიცოთ ის, რასაც ამ წუთში მე და კაკი ვლაპარაკობთ. მიმართავ იგივეს ჩვენს დღევანდელ ოპონენტებსაც, რომ მივიღოთ ისეთი კანონები და ჩვენ შემოვიტანთ ამას, თქვენ კანონსაც ყურადღებით გავეცნობით, რასაც შემოვიტანთ კანონ პროექტს, რომლითაც ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, იმიტომ რომ მე გეთანხმებით, ჩვენი საერთო სატკივარია, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩვენ შულებს დაუტოვოთ ისეთი, რომელსაც ისინი იმსახურებენ და გირგვლიანის, სარალიძის თუ სხვების საქმე თეთრაძის და ასე შემდეგ არასდროს აღარ და ეს შემთხვევები არის აღარ გამეორდეს ჩვენ მომავალში. ეს არის ჩვენი ინტერესი, ყველა საერთო. დიდი მადლობა. რამდენად გჯერათ თქვენ, რომ ოცნება ერთიანი იქნება ამ მიდგომებში და რომ მის გუნდში არსებულ მკვეთრ პოზიციებს იზიარებს მაგალითად იზიარებენ პარტიის ლიდერები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო ნათქვამი, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება აღებული და თავისუფალი კენჭისყრა იქნება ამ კონკრეტული მოსამართლეების თემაზე, მაინც ფიქრობ თუ არა, რომ ლიდერის პოზიცია იქნება განსაზღვრელი და ლიდერის პოზიციის, ვთქვათ, სულისკვეთება ჩანდა მაგალითად ტექსტში, რომელიც პოლიცაბჭოს სახელით გავცად. მოკლედ, რა იქნება წარმართველი, ვისი პოზიცია იქნება წარმართველი? დიახ, მე როგორც არ უნდა მჯეროდეს ცალკეული ოცნების წევრების გულწრფელობის ამ საკითხთან მიმართებაში. მოდით ჯერ არ მჯერას გავცდეთ და უბრალოდ შევაფასოთ სურათი, ხო? ის რაც დღეს ხდება სასამართლოში, ეს იმის პრობლემა კი არ არის, რომ მოვისეძის გარდა სხვა, ან ჩინჩალაძის გარდა სხვა მოსამართლე ვერ იპოვეს. აქ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ამდენი წლის განმავლობაში. ერთი, არ გაეტარებინათ ისეთი რეფორმები, რომელიც დამოუკიდებლობის ხარისხს გასდიდა და ოთომ ეს მაგალითი მოიყვანა, მაგალითად მათივე შექმნილი განაწილების ელექტრონული განაწილების წესი, რომელიც ამის რაღაცა შანსებს გაზრდიდა, თავადვე არ დანერგეს ერთი და არ გაატარეს არც ერთი რეფორმა, რომელიც ანუ ნება ამ რეფორმების გატარების რო დამოუკიდებლობა გაზრდილიყო არ იყო ეს ერთი და მეორე. მათ შეგნებულად ფსონი დადეს იმ მოსამართლეებზე,
რომელთა მიმართ სტრასბურგს აქვს გამოტანილი დასკვნა, რომ მათ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვიეს. ამის ხარჯზეც კი მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათ შეუსრულებს პოლიტიკურ. ეს არის ხელისუფლებების, როგორც თქვენ თქვით, ეს არის ხელისუფლებების და ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ არ გვეღირსა ჯერ ისეთი ხელისუფლება, რომელიც კი ჩვენ დროს რეფორმები ტარდებოდა, მე მართლა მიმაჩნია, რომ ნაბიჯი გადავდგით წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში. რა ვიცი, ამ ხელისუფლებამ შეიძლება ისაუბროს რაღაცა გავაკეთე, მაგრამ ფუნდამენტურად ვერ მივედით ჩვენი ქვეყნის განვითარების იმ მომენტამდე, როდესაც პოლიტიკური ხელისუფლება უარს ამბობს მედიის, სასამართლოს და ძალოვანი სტრუქტურების აი ამ უპირობო კონტროლზე. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ეხლა თუ არ გადავდგით, მართლა ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მოხდა ეს, რომ მათ ის კი არა სხვა ვერ ნახეს, ციკლაურის გარდა, ფხაკაძის გარდა, ზარდიაშვილის გარდა, გადასარევად გზნობდა იქ თავს, იმის გარდა, ხო, შენ მეტი ვარები, წამალაშვილის გარდა, მურუსიძის, ჩინჩალაძის გარდა. არა, მათ ფსონი გა, ზუსტად ამიტომ მათ წესები არ შემოიღეს. აი ეს კრიტერიუმები, აიღებთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები 2013-დან, 14-დან, 15, 16, 17, 18, 19 ჯერ არ გამოსულა. ყველგან წერენ, რომ დაწერეთ წესები, როგორ უნდა აირჩენ მოსამართლეები. ეს არის წესი არის იმის გარანტია, წესით სრული გარანტია არ არის, მაგრამ მეტი შანსი გაქვს, რომ წესებით ესე მოიცე. ზუსტად ერთი საკითხია, ელინე, აი გვარები, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ მოსამართლეების, ხო? ვიღაც ხომ ფიქრობს ამაზე, მე თუ ამაზე ვაკეთებ ფსონს, ამას მოყვება დიდი ამბავი, ეს აგორდება, ეს საზოგადოებაში შეცვლის განწყობებს, გუნდში შეცვლის განწყობებს, თუ კი შემიძლია სხვა ვიპოვო, რატო ვეყრდნობი ამათ? ეს არის უკვე თავგასული და რეალობას მოწყვეტილი ხელისუფლების პოზიცია, რომ გამივა და იმიტომ რომ გასდიოდათ აქამდე ბევრი რამე, ხო? და იგივე ხა სარალიძის საქმეზე, რო დაფიქრებულიყვნენ თავის დროზე, შეკერავდნენ მაინც უკეთესად, იმიტომ რომ ჩვენ რაც საქმეში ჩავიხედეთ, პირველი შოკი იმის გამქონდა, რომ არ მჯერა რომ ესეთი მაგალითად მირზა სუბელიანზე პოლიციელი იძახის რომ არ ვიცი ვინ არისო. ანუ წარმო, იმიტომ რომ აი ესეთი გაგვივა და ეს ყველა ძლიერ და ესეთ მონოლითურ ხელისუფლებას ეს ახასიათებს, რომ გონიათ რომ ერთხელ გავიდა, ორჯერ გავიდა, კიდე გამივა. ეს არის რეალობას მოწყვეტა. არ გამოურიცხავ იმ ვარიანტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ მე მჯერა და არ შემილია რომ არ გავიზიარო, რასაც ეხა კაკი ამბობს, რომ მჯერა რომ პარტიის შიგნითაც შეექმნათ გარკვეული პრობლემა და მეტა ესე იყოს, მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ რომ ეს გამოსავალი იქნება, იმიტომ რომ რასაც არ უნდა საუბრობდნენ პარტიის შიგნით და მე ვერ შევიტან ეჭვს კაკის სიტყვებში, ხო პიროვნულად უბრალოდ ვენდობი, მაგრამ ფაქტია რომ ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ განცხადებას მართველი ადამიანის, ანუ ყობახიძის პარტიის სრულ განცხადებას, რომელიც ზუსტად საპირისპიროა. პირიქით ისინი ამბობენ. ადამიანი ამბობს პატიოსნად, რომ მე თუ არ მომეწონება, მე არ მივცემ ხმას კენჭისყრაზე, ხო? რაიმე სათადარიგო ვარიანტი აქ შეიძლება არსებობდეს? მესმის. ხო, აქ არის სისტემის მიმართ დამოკიდებულებას. ეს არის განცხადება, მურუსიძე რო გამოვიდა სიტყვი და თქვა, რომ მე ავაშენე სასამართლოს ლიდერი ვარ. აი ეგეთი განცხადება არის ზუსტად. ესეთი დამოკიდებულება არის ამ მართლ სათადარიგო ვარიანტი შეიძლება არსებობდეს. აი მარიხუანაზე არ მოეწონა საზოგადოებას, გავიტანეთო, მოусმინეთო. აი სასამართლოს შემთხვევაში რაიმე სათადარიგო პრობლემა არის იმაში, რომ აქ უნდა მოხდეს გარდატეხა. მე კიდევ ერთხელ ვერ შევიტან ეჭვს, რომ ბატონი ზაზა როცა ამბობს, რომ ეს ჩემთვის წითელი ხაზია, მიხარია, რომ ერთ ადამიანს ხედა 2-3-ს ვინც ესე ამბობს. მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს საკმარისი ძალა იქნება, ნეტა იყოს. უბრალოდ არა ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ეს სისტემა ხო როგორ მუშაობს დღეს განსხვავებით, ხო წინა ხელისუფლებას სხვა მანკიერი მონოლითობა ქონდა ჩვენსას. ამ სისტემაში ეს არის ბიძინა ევანიშვილი, რომელიც რაღაცამდე მიგიშვებს, თითქოს გათამაშებს რაღაც, მერე მიიღებს გადაწყვეტილებას და აბსოლუტურად არაფერი იმაზე აღარ მოქმედებს. მერე ამ კაცს აქვს ძალიან დიდი ძალაუფლება, თან არაფორმალური, ხო? აი ამ გუნდზე. ამიტომ ერთი ვარიანტია, რომ ზუსტად ისევე გააგრძელებს და მაინც გაიტანს, მეორე ვარიანტია, რომ გვარებს ჩაანაცვლებს. მაგრამ პოლიტიკურ მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მზად, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მართლაც ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი სასამართლო. გეტყვით რატო? იმიტომ რომ თუ შეიძლება დავასრულებ, გეტყვით რატო? იმიტომ რომ უკვე ამ 7 წლის განმავლობაში მათ იმდენი სისტემური ჩავარდნა ჰქონდათ დაწყებული სარალიძის საქმით, ოპონენტების დევნით საქმით, მნიშვნელობა არ აქვს რა ფიგურებზე გვაქვს აქ საუბარი, იმიტომ რომ იქაც უამრავი დარღვევა იყო, მიუხედავად იმისა, ცუდი იყო ის თუ კარგი, თავისი წესი აქვს სასამართლოს. ხო, ურთმელეთის დედაზე, რუსტავიორის საქმეზე, ხო, დედა ნათესავი არ არისო, ხო, გახსოვთ როგორი საქმეები იყო. ფარცხალაძეზე, ია კერზაია და ასე შემდეგ. აი ამ საქმეებზე შენ თუ მიუშვებ დღეს სასამართლოს, მოგიწევს პასუხისგება და მოუწევს პასუხისგება იმ ადამიანებს, ვინც შეასრულა ეს სიბინძურე და ეს ამოაყერავებს ხელისუფლებას.
საგანგებო ვარიანტზე ვსაუბრობთ, აი ნახეთ როგორი რაღაც შეიძლება მოხდეს ჰიპოთეტურად, აი გვარები შეიძლება გამოცვალოს. თუ კი მიზანი არის სასამართლოს მორჩილება, რა მნიშვნელობა აქვს რა გვარი იქნება, ხო? ანუ მე შეიძლება თქვა, ანუ არ გინდოდათ ეს ხალხი. კი ბატონო, აგერ არიან სხვები. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გვარები შეიცვალოს, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩეს. შეიძლება ტრუკის ჩატარების სურვილი კი არა და ნამდვილად ტრუკის სურვილი ექნება. ზუსტად ამის თქვა მინდოდა რომ იმიტომ რომ პოლიტიკური ზუსტად ეს თქვი რომ მე არ მჯერა რომ პოლიტიკურად მზად არის ბიძინა ივანიშვილი რომ გაუშვა სასამართლოს ზუსტად იმიტომ რომ იმდენი პრობლემა დაუგვარდავდა უკვე თავის მართლობის პერიოდში და პლუს თავისი პირადი გარანტიები მას გონია რომ იმითი ექნება თუ აკონტროლებს პროკურატურა ძალოვან სტრუქტურებს. მესმის და გვარების შეცვლის საკითხი ძალიან საინტერესო საკითხია, თუნდაც იმ ხალხს შეიძლება უთხრას ვიღაცამ, თუ კი ასეთი კონტრაქტი როგორზეც თქვენ ამბობთ, რა ვქნა ბოდიში არ გამოვიდა ეს ამბავი და შეიძლება სხვა გვარები იყოს და ამით შინაარსი არ შეიცვალოს. აი ეს არის ახლა რაც დავინახეთ თქვენს ლოგიკაში, შეიძლება ასეთი რამ ოღონდ ჰიპოთეტურად, ისე არ ვიცი როგორ კანონმდებლობა არის მაგის ნათელი დადასტურება, რომელსაც მივიღებთ. ამ ცვლილებებთან მიმართებაში. თუ მივიღეთ, გამოჩნდება რომ გვარების შეცვლაზე არ არის საუბარი. თუ არ მივიღეთ, თქვენეთ შეიძლება საფუძველი. ბატონო. ჩვენ ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ ჩავარდნილ რეფორმასაც, სასამართლოს რეფორმასაც. ხო, 7 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ ურუსიძე შინჩალაძის რაღაცა კონგლომერატი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი სხვა საკითხებთან ერთად განვიხილოთ. შემდეგ სურათს დავინახავთ. ქართულმა ოცნებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიული მანდატი, რომელიც მიიღო ქართული ხალხისგან, დაკვეთა იყო შემდეგი, რომ გააუმჯობესე ის, რაც არის კარგი, ან შეინარჩუნე მაინც და მეორე გამოასწორე, რაც იყო ცუდი. ამ გამოსწორებას და შენარჩუნებას სჭირდება ორი რამ. ერთი პოლიტიკური ნება და მეორე კომპეტენცია. გამოსასწორებელი რა იყო? გამოსასწორებელი იყო სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელი არ იყო, თორე ქრთამს არც მაშინ არ იღებდნენ მოსამართლეები და ინფრასტრუქტურა იყო მოწესრიგებული, რაღაცა გაუმჯობესება ხო იყო ამ ხრით. მაგრამ ხო, ჩვენ ამაში ვერ ვთანხმდებით სწორედ, ანუ დამოუკიდებლობა კი არ მიეცით, უბრალოდ გადაიფორმეთ ეს მოსამართლეები და თქვენ დაკვეთებს ასრულებინებთ. დაკვეთა სასამართლოს მიმართ თუ ადრე იყო კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ცუდი დაკვეთებიც იყო. ამ შემთხვევაში, არა, მე ვამბობ პოლიტიკურ დაკვეთას. ამ შემთხვევაში ეს დაკვეთები აღარ არის, დაკვეთა არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის წინააღმდეგ ბრძოლა და კორუფციაში ჩართვა. რაც შეეხება შემდეგ თემას, მე გეტყვით, რომ ამის გარდა რო ავიღოთ ფარული ჩანაწერები, ხო? სისტემური პრობლემა იყო ფარული ჩანაწერების გაკეთება, ფარული თვალთვალი მიყურადება ამის მოპოვება, ხო? ამის გამოსწორების ნაცვლად გააგრძელეს ფარული მიყურადება, დაუმატეს ზემოდან გავრცელება, ხო? რო ავიღოთ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იყო პრობლემა, არჩევნებში მათი გამოყენება, პოლიტიკური ზეწოლა, შანტაჟი იყო პრობლემა. გააგრძელეს, ხო, კერძაა საქმე, ხო, ამის დადასტურებელია. ამ ყველაფერს იგივე ხალხით აკეთებენ თან. ანუ ხალხიც კი არ გამოუცვლიათ ამ კუთხით. შესანარჩუნებელი კიდევ რაც იყო ეკონომიკური ზრდის ტემპი იყო თუ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა თუ აღშენებლობის კუთხით ეს ყველაფერი ვერ შეინარჩუნეს. ამიტომ ქართულ ოცნებაზე ხა მაღალი წარმოდგენის როგორც პოლიტიკურ ძალაზე ხა ინდივიდებზე ხარ ლაპარაკობ ხა ოპონენტების მიმართ პატივისცემას ყოველთვის ვაფიქსირებთ ხოლმე, ხო? ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი რესურსი, არც ბიძინა ივანიშვილს აქვს პოლიტიკური ნება ამ 7 წლის თავზე რაღაცების შეცვლის. თუ ამ ხალხთან კონტრაქტი აქვს და წნარად მიდის და მართავს ქვეყანას. არც კომპეტენცია არ აქვს, იმიტომ რომ ვერც იმას ვერ ვხედავთ, ხედვა წარმოდგენილი არც პოლიციის განცხადებაში, არც არსად. ამ მურუსიძის და ჩინჩალაძის ჯგუფმა თვითონ უნდა მიხედოს სასამართლოს. ეს არის ხედვა. ჯერჯერობით სხვა ვერაფერი ვერ დავინახე. მაგრამ თუ იქნა თქვენთვის მისაღები, თქვენი მხარდაჭერაც ექნებათ ამ პროცესში. ეხლა რა შეიძლება? ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება იმ პროცესს, რომელიც გამოადგება ქვეყანას და პარტიული დისციპლინით მე არ ხელმძღვანელობ არასდროს. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის რო არ მოვატყოთ ხო ჩვენი ტელემაყურებელი ხო რა ეხა ქართულ ოცნება რაღაც კანონზე იყო ჩვენ ინიციატივას შემოვიტანთ არა ამ ინიციატივას შემოვიტანთ ჩააგდებენ NGO-ები რო გააკრიტიკებენ ფაშისტებს დაუძახებენ მამოი მეთოფიშვილს და ვიღაც გრიტიშვილს გამოიყვანენ ისინი რაღაც ფურცლებს დააფრიალებენ რომ მაგრად არის საქმე ეს არის ამ პრაქტიკა ამას გვიჩვენებს ამიტომ 2020 წელს იქნება არჩევნები ამ არჩევნებზე დემოკრატიულად უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება უნდა დემოკრატია შეიცვალოს და ახალმა ხელისუფლებამ ახალი დემოკრატიული მანდატით უნდა დაიწყოს
რეალურად სასამართლო რეფორმა. და ბიძინა ივანიშვილი ახლა ვერ გახდება უცებ სასამართლოს დამოუკიდებლობის კომაგი, იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში მურუსიძე ჩენჩელაძესთან ერთად მართავს ამ სისტემას და ახლა ვერ გაუბრწყინდება გონება. დიდი მადლობა ყველას არჩევნებამდე ჩვენ კიდევ ძალიან ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს. აკაკი ზოიძეს, ზაზა ხუციშვილს, ელენა ხოშტარიას და ოთარ კახიძეს გადავხვდით. დიდი მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის. მე და დიანა კი დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა პროექტში. მე და ვახოსანაია ნახვამდის. დიანა ტრაპაიძე, ვახოსანაია, ნინო ჟიჟილაშვილი.